მილიონერმა მისცა უფლება უსახლკარო მოხუცს და მის ქალიშვილს ეცხოვრათ მის სარდაფში. მაგრამ ერთ დღეს, როცა დაუკაკუნებლად შევიდა, ვერ დაიჯერა, რასაც აკეთებდა ქალი. თუ ეს ამბავი დაგაინტერესათ, ნუ დაგავიწყდებათ ჩვენი არხის გამოწერა და გვითხრით, რომელი ქალაქიდან გვიყურებთ. გავაგრძელოთ. მზე ჩადიოდა თბილისის თავზე ცასნარინჯისფერი და ვარდისფერი ელფერი თხებავდა, რაც ირეკლებოდა გიორგი გოგიაშვილის პენტჰაუსის უზარმაზარ ფანჯრებში. 30 წლის გიორგი ფლობდა ბიზნეს იმპერიას, რომელიც მოიცავდა ყველაფერს ტექნოლოგიებიდან უძრავ ქონებამდე, სიმდიდრეს, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო მშობლების ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ავიაკატასტროფაში 10 წლის წინ. გიორგი ქალაქს დაჰყურებდა თავისი პრივილეგირებული პოზიციიდან, ხელში ვისკის ჩიქით და ჰორიზონტზე დაკარგული მზერით. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ყველაფერი, რის იყიდვაც ფულს შეეძლო, გრძნობდა სიცარიელეს, რომელსაც ვერაფერი ავსებდა. ექსტრავაგანტული ჩვეულებები, მოგზაურობა მთელ მსოფლიოში, ლამაზი ქალები, რომლებიც მის ფეხებთან ეცემოდნენ. ვერაფერი ახერხებდა იმ მარტოობის შეგრძნების განეიტრალებას, რომელიც მას მოიცავდა. ბატონო გოგიაშვილი, შეაწყვეტინა მისი ფიქრები მსახურის ირაკლის ხმამ. ვახშამი მზადაა. გიორგიმ თავი დაუქნია მოუბრუნებლად, ბოლო ხლუპიდალია, სანამ სასადილო ოთახისკენ გაემართებოდა. უზარმაზარი მუხის მაგიდა, რომელსაც 20 კაცის დატევა შეეძლო, ელოდა მას ერთი თეფშით ბოლოში. მისი ნაბიჯების ექო გამოსცემდა სიჩუმეში, სანამ ის დაჯდებოდა. გსურთ რომ გაგიწიოთ კომპანია ვახშმობისას, ბატონო, კითხა ირაკლიმ, რომელიც მშობლების გარდაცვალების შემდეგ უბრალო თანამშრომელზე მეტი იყო. საჭირო არ არის ირაკლი. შეგიძლია წახვიდე, უპასუხა გიორგიმ ხელის ჯესტით. მსახურმა ოდნავ დაუკრა თავი წასვლამდე, გიორგი დატოვა მარტო თავის ფიქრებთან და გურმანული კერძით, რომელსაც ძლივს გასინჯავდა. სანამ უგემურად ჩიჩქნიდა საკვებს, გიორგი იხსენებდა სიტყვებს, რომლებიც მამამისმა უთხრა უამრავჯერ, ფული ბედნიერებას ვერ იყიდის, შვილო. ცხოვრებაში მთავარია კავშირები, რომლებსაც ვამყარებთ სხვებთან. ამ მომენტში ეს სიტყვები იმაზე ძლიერად რეზონირებდა, ვიდრე ოდესმე. მას ჰქონდა ყველაფერი, რის იყიდვაც ფულს შეეძლო, მაგრამ თავს გრძნობდა უფრო მარტო, ვიდრე ოდესმე. ვერ შეძლო ვახშმის დასრულება, გიორგი მკვეთრად ადგა, აიღო თავისი სპორტული მანქანის გასაღებები და გავიდა სახლიდან სიტყვის უთქმელად. მას სჭირდებოდა სუფთა ჰაერი, სჭირდებოდა თავი ცოცხლად ეგრძნო. თბილისის ქუჩებმა მიიღეს ის ჩვეული ღამის ხმაურით. გიორგი უმიზნოდ მართავდა, ძრავის ბრუნის ხმას ნებას აძლევდა ჩაეხშო მისი ფიქრები. სწორედ მაშინ წითელ შუქნიშანზე რაღაცამ მიიპყრო მისი ყურადღება. კუთხეში ფარნის სუსტი შუქით განათებული, მან დაინახა ხანდაზმული ქალი, რომელიც მიწაზე იჯდა. მის გვერდით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც არ შეიძლებოდა 20 წელზე მეტი ჰქონოდა, იჭერდა ბანერს, რომელზეც ეწერა: "გვჭირდება დახმარება. ნებისმიერი რამ მისაღებია." რაღაცამ ამ სცენაში შეძრა გიორგი. შესაძლოა ეს იყო ღირსება, რომლითაც ხანდაზმული ქალი თავს მაღლა ინარჩუნებდა მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ან შესაძლოა სიმტკიცე ახალგაზრდა ქალიშვილის თვალებში. ორჯერ დაუფიქრებლად, გიორგიმ გააჩერა თავისი მანქანა და მიუახლოვდა მათ. საღამო მშვიდობისა, თქვა მან, საფულეს იღებდა. მინდა დაგეხმაროთ. ხანდაზმულმა ქალმა შეხედა მას მადლიერებისა და სიამაყის ნაზავით. გმადლობთ, ახალგაზრდაო. მაგრამ არ გვინდა ქველმოქმედება. თუ გაქვთ რაიმე სამუშაო, რომლის შესრულებაც შეგვიძლია. გიორგი გაჩუმდა წამით. არ იყო მიჩვეული, რომ ვინმეს უარეყო მისი ფული. სწორედ მაშინ მას გაუჩნდა იდეა, სინამდვილეში, თქვა მან, ვეძებ ვინმეს, ვინც დამეხმარება ჩემს სახლში. ეს დიდი სახლია და მუდამ არის სამუშაო. დაინტერესდებით? ახალგაზრდა ქალმა შეხედა ხანდაზმულ ქალს, რომელიც თითქოს იწონებდა შეთავაზებას. ჩემი სახელია ნინო, თქვა საბოლოოდ ქალმა. და ეს ჩემი ქალიშვილი, თამარია. დარწმუნებული ხართ, რომ გინდათ შემოგთავაზოთ სამუშაო ჩვენი გაცნობის გარეშე? გიორგიმ გაიღიმა პირველად იმაში, რაც წლები ჩანდა. ზოგჯერ ინტუიციას უნდა ენდო, უპასუხა მან. მე გიორგი გოგიაშვილი ვარ. რას ამბობთ? იღებთ ჩემს შეთავაზებას. ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ ნინომ თავი დაუქნია. ვიღებთ, ბატონო გოგიაშვილი. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. იმ ღამეს, სანამ გიორგი მათ თავის სახლში წაიყვანდა, ვერ წარმოიდგენდა, როგორ შეცვლიდა ეს შემთხვევითი შეხვედრა მის ცხოვრებას სამუდამოდ. შემდეგი დღეები გოგიაშვილის სახლში ქარიშხალი იყო აქტივობის.
გიორგიმ გამოყო ფართო სარდაფი ნინოსა და თამარის ახალსახლად და დარწმუნდა, რომ ის აღჭურვილი იყო ყველა საჭირო კომფორტით. ნინომ, მიუხედავად მისი ასაკისა, გამოავლინა დაუღალავი მუშაკის თვისებები. ის ალაგებდა და წმენდა სახლის ყოველ კუთხეს ისეთი ენთუზიაზმით, რომ ყველა გააოცა ირაკლის ჩათვლით, რომელმაც თავდაპირველად ეჩვის თვალით შეხედა ახალ მცხოვრებლებს. თამარი თავის მხრივ თავდაპირველად მორცხვი იყო, მაგრამ მალე დაიწყო სამზარეულოში დახმარება, გამოამჟღავნა ბუნებრივი ნიჭი კულინარიაში, რამაც გააოცა გიორგი. ერთ საღამოს, როდესაც გიორგი მუშაობდა თავის კაბინეტში, მან მოისმინა მელოდია, რომელიც სარდაფიდან მოდიოდა. ცნობის მოყვარეობით ჩავიდა კიბეებზე და წააწყდა სცენას, რომელმაც სუნთქვა შეუკრა. ნინო იჯდა ძველი მოლბერტის წინ, რომელიც სხვენზე იპოვა და ხატავდა ისეთი კონცენტრაციითა და უნარით, რომელიც წლების პრაქტიკაზე მეტყველებდა. ნინო, თქვა გიორგიმ, გაოცებულმა. არ ვიცოდი, რომ ხატავდი. ქალი შეკრთა, თითქოს რაღაც არასწორი გააკეთაო. უკაცრავად, ბატონო გოგიაშვილი. ვიპოვე ეს ძველი მასალები და ვერ გაუძელი ცდუნებას. წლები გავიდა, რაც ფუნჯს არ შევხები ვარ. გიორგი მიუახლოვდა ნახატის უკეთ დასათვალიერებლად. ეს იყო თბილისის ურბანული პეიზაჟი, მაგრამ იყო რაღაც იმაში, თუ როგორ იჭერდა ნინო სინათლესა და ჩრდილებს, რაც სტილოს სიცოცხლეს ანიჭებდა. ეს არაჩვეულებრივია, ჩაიჩურჩულა გიორგიმ. სად ისწავლე ასე ხატვა? ნინომ თვალი დახარა, თითქოს მოგონება მტკივნეული იყო. სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი მრავალი წლის წინ. მქონდა კიდეც რამდენიმე გამოფენა. მაგრამ ეს სხვა ცხოვრებაში იყო. გიორგი მიგრძნო, რომ გრძნობიარე თემას შეეხო, მაგრამ მისმა ცნობის მოყვარეობამ ჯობა. რა მოხდა? რატომ შეწყვიტე ხატვა? ნინო გაჩუნდა მომენტით, მისი თვალები დაკარგული შორეულ მოგონებებში. ცხოვრება, ბატონო გოგიაშვილი. ცხოვრება მოხდა. ზოგჯერ გზებზე მიგვიყვანს, რომლებსაც არასდროს წარმოვიდგენდით. გიორგიმ თავი დაუქნია, პატივისცემით ნინოს სიჩუმისადმი. მაგრამ იმ მომენტში გადაწყვეტილება მიიღო. ნინო, გინდა კვლავ დაიწყო ხატვა? შემიძლია ახალი მასალები გიშოვო, გავაწყო ეს სივრცე როგორც სტუდია. ნინოს თვალები აინთო წამით, მაგრამ შემდეგ ეჭვმა დაჩრდილა მისი მზერა. ვერ მივიღებ ამას, ბატონო გოგიაშვილი. უკვე ძალიან ბევრი გააკეთეთ ჩვენთვის. გთხოვ, მიმართე მე როგორც გიორგი და ჟინებით თქვა მან. და ნუ მიიღებ ამას როგორც საჩუქარს. ჩათვალე ინვესტიციად. შენი ნახატები შეიძლება კარგად გაიყიდოს, იცი? ვიცნობ რამდენიმე ადამიანს ხელოვნების სამყაროში, რომლებიც დაინტერესდებოდნენ. ნინომ, როგორც ჩანს, აწონდა-წონა შეთავაზება წამით. საბოლოოდ, პატარა ღიმილი გამოჩნდა მის ტუჩებზე. კარგი. გიორგი. ვიღებ შენს შეთავაზებას. მაგრამ ერთი პირობით. რაც გინდა, უპასუხა გიორგიმ, აღფრთოვანებულმა. მინდა, რომ შენს ხატო ჩემთან ერთად, თქვა ნინო. გონია, რომ ცოტა ხელოვნება კარგად მოგიხდებოდა შენს ცხოვრებაში. გიორგიმ გაიცინა, გაოცებული შეთავაზებით. ნინო, არ შემხებია ფუნჯს დაწყებითი სკოლის შემდეგ. არასდროსაა გვიან სასწავლად, უპასუხა ნინომ თანამზრახველური ღიმილით. გარიგება დადებულია. გიორგიმ გაუწოდა ხელი შეთანხმების დასამტკიცებლად. გარიგება დადებულია. იმ საღამოს, როცა პირველად ვახშმობდა ნინოსთან და თამართან ერთად მას შემდეგ, რაც ისინი ჩამოვიდნენ, ჩვევა, რომელიც დროთა განმავლობაში ჩვეულებრივი გახდებოდა, გიორგიმ გააცნობიერა, რომ რაღაც შეიცვალა მასში. პირველად წლების განმავლობაში გრძნობდა აღგზნების ნაპერწკალს, მიზნის შეგრძნებას, რომელიც სდებოდა რიცხვებს მის საბანკო ანგარიშზე. რასაც არ იცოდა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ბედმა მათი ცხოვრება ისე გადააჯაჭვა, როგორც ვერც ერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა და საიდუმლოებები, რომლებსაც ნინო ინახავდა გულში, მზად იყო გამოსულიყო, შეცვლიდა მათი ცხოვრების კურსს სამუდამოდ. ამასობაში, ქალაქის ცენტრში მდებარე ფეშენებელურ ბინაში, შუახნის კაცი აკვირდებოდა ქალაქს ცივი და მოანგარიშე მზერით. ლევან მიქელაძე, ხელოვნების წრეებში ცნობილი როგორც წარმატებული გალერეისტი, მალავდა ბნელ საიდუმლოს თავისი პატივსაცემი ფასადის უკან. იპოვე რამე, კითხა მოუბრუნებლად ფიგურას, რომელიც ახლახან შევიდა ოთახში. არაფერი კონკრეტული, ბატონო, უპასუხა კაცმა, კერძო დეტექტივმა, რომელიც თვეების განმავლობაში ვიღაცას ეძებდა. მაგრამ არის ჭორები ახალი აღმოჩენილი მხატვრის შესახებ, რომელიც აჟიოტაჟს იწვევს მიწისქვეშა წრეებში. ამბობენ, რომ მისი სტილი ნაცნობია. ლევანი შესამჩნევად დაიძაბა.
ნაცნობი რა მხრივ. როგორც მისი ბატონო. როგორც ნინო ბერიძის. სახელმა გამოიწვია, რომ ლევანი მკვეთრად შემოbrunდა, მისი თვალები ბრწყინავდა სიბრაზისა და ნატვრის ნაზავით. იპოვე, უბრძანა მან. რაც არ უნდა დაჯდეს, იპოვე. როცა გამომძიებელი გადიოდა, ლევანი კვლავ მიუბრუნდა ქალაქს, მისი აზრები მერყეობდა წარსულს შორის, რომელიც ეგონა, რომ დატოვა და გაურკვეველ მომავალს შორის, რომელიც ემუქრებოდა მის გამომჟღავნებას. გოგიაშვილის სახლში ამ მოახლოებული ქარიშხლისგან შეუმჩნევლად გიორგი, ნინო და თამარი იწყებდნენ კავშირების დამყარებას, რომლებიც მალე გამოცდილი იქნებოდა ისეთი გზებით, რომლებსაც ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა. დღეები გადაიქცა კვირებად და კვირები თვეებად. რუტინა გოგიაშვილის სახლში დრამატულად შეიცვალა ნინოსა და თამარის ჩამოსვლის შემდეგ. სარდაფი ადრე დავიწყებული სივრცე სავსე უსარგებლო ნივთებით გარდაიქმნა მყუდრო სახელოვნებო სტუდიად, სადაც ნინო ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს, გიორგის თანხლებით, როგორც მისი მონდომებული მოსწავლის. გიორგიმ აღმოაჩინა, რომ ჰქონდა ბუნებრივი ნიჭი ხატვისთვის, რამაც არასდროს ეგონა. ნინოს მოთმინებითი ხელმძღვანელობით, მისი უხეში მონასმები თანდათან იქცა თავდაჯერებულ და ექსპრესიულ ხაზებად. მაგრამ ტექნიკის მიღმა გიორგი სწავლობდა ბევრად უფრო ღირებულ რამეს, სამყაროს სხვა თვალით დანახვას. ხელოვნება არ არის მხოლოდ იმის რეპროდუცირება, რასაც ხედავ, უხსნიდა ნინო, როცა ერთად მუშაობდნენ სტუდიაში. საქმე ეხება არსის დაჭერას, ემოციის, რასაც ხატავ. გიორგიმ თავი დაუქნია, შეითვისა თითოეული სიტყვა. ეს ისეა, თითქოს ხელახლა სწავლობ ხედვას, არა? ნინომ გაიღიმა, კმაყოფილი მოსწავლის გაგებით. ზუსტად. და როცა ასე სწავლობ ხედვას, აცნობიერებ, რომ სილამაზეა ყველაზე მოულოდნელ ადგილებში. ეს სიტყვები ღრმად გაიჟღერა გიორგიში. მიხვდა, რომ წლების განმავლობაში ბრმა იყო, ფოკუსირებული მხოლოდ თავისი საბანკო ანგარიშის ციფრებზე და იმპერიის შენარჩუნებაზე, რომელიც მშობლებმა ააშენეს. ახლა ნინოს წყალობით ხელახლა აღმოაჩენდა სამყაროს, რომელიც მის გარშემო იყო. თამარი თავის მხრივ აყვავდა სახლის სამზარეულოში. მისი კულინარიული ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩა გიორგისთვის, რომელიც მალე აღმოაჩენდა, რომ ყოველი კერძის მოლოდინში იყო ენთუზიაზმით. ახალგაზრდა ქალს ჰქონდა განსაკუთრებული უნარი, შეერწყა გემოები ინოვაციური გზით თქმიდა კერძებს, რომლებიც იყო სიამოვნება როგორც გემოვნებისთვის, ასევე თვალისთვის. ერთ საღამოს, როცა ვახშმობდნენ ერთ-ერთი თამარის შესანიშნავი კერძით, გიორგიმ ვერ შეიკავა ცნობის მოყვარეობა. თამარ, სად ისწავლე ასე კარგად მზარეობა? ახალგაზრდა ქალი გაცითლდა კომპლიმენტზე. სინამდვილეში, თვითონ ვისწავლე. როცა ქუჩაში ვცხოვრობდით, კრეატიული უნდა ყოფილიყავი იმ მცირედით, რაც გქონდა. ფიქრობ, განვავითარე ინსტინქტი გემოების შერწყმისთვის. ნინომ შეხედა თავის ქალიშვილს სიამაყისა და სევდის ნაზავით. თამარი ყოველთვის მედეგი იყო. მაშინაც კი ყველაზე ცუდ დროს პოულობდა გზას, რომ ყველაფერი ცოტათი უკეთესი გაეხადა. გიორგი მიგრძნო დანაშაულის გრძნობა, როცა ფიქრობდა საკუთარ პრობლემებზე, რომლებიც ახლა უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა შედარებით. თქვენ ნამდვილად შთამაგონებლები ხართ, თქვა გულწრფელად. მასწავლეთ მეტი ამ თვეებში, ვიდრე ვისწავლეთ წლების განმავლობაში ბიზნეს სკოლებში. ნინომ თბილად გაიღიმა. და შენ მოგვეცი მეორე შანსი, გიორგი. ვერასდროს საკმარისად ვერ გადაგიხდით მადლობას. არაფერი გაქვთ სამადლობელი, უპასუხა გიორგიმ. თქვენ სიცოცხლე შეიტანეთ ამ სახლში. პირველად წლების განმავლობაში გრძნობ, რომ მაქვს სახლი, არა მხოლოდ სასახლე სავსე ნივთებით. მომენტი შეწყდა ირაკლის შემოსვლით სასადილო ოთახში შეშფოთებული გამომეტყველებით. მაპატიეთ შეწყვეტა, ბატონო გოგიაშვილი, მაგრამ გაქვთ გადაუდებელი ზარი თქვენს კაბინეტში. ბატონი მიქელაძეა. გიორგიმ წარბი შეიკრა. ლევან მიქელაძე იყო ცნობილი გალერეისტი, რომელთანაც ჰქონდა საქმე წარსულში, ძირითადად დაკავშირებული ხელოვნების კოლექციასთან, რომელიც მისმა მშობლებმა დატოვეს. არ იყო ჩვეულებრივი, რომ დაერეკა და მით უმეტეს ამ საათებში. მაპატიეთ, თქვა გიორგიმ, წამოდგა მაგიდიდან. დიდხანს არ გავჩერდები. როცა გიორგი გაემართა კაბინეტისკენ, ვერ შეამჩნია, როგორ დაიძაბა ნინო მიქელაძის სახელის გაგონებაზე, არც ის როგორ გაფითრდა მისი სახე ოდნავ. კაბინეტში გიორგიმ აიღო ზარი. მიქელაძე, რა სიურპრიზია. რას უნდა ვუმადლოდე ამ პატივს? ლევან მიქელაძის ხმა გაისმა რბილი და გამოთვლილი ხაზის მეორე მხარეს. გიორგი, ჩემო ძვირფასო მეგობარო. ვწუხარ, რომ გაწუხებ ამ დროს, მაგრამ მაქვს შეთავაზება, რომელსაც ვერ უარყოფ.
გიორგიმ მოისმინა მზარდი ინტერესით, როცა მიქელაძე ელაპარაკებოდა ექსკლუზიურ გამოფენაზე, რომელსაც აწყობდა ფოკუსირებული ახლად აღმოჩენილ მხატვრებზე უნიკალური და პერსპექტიული სტილებით. და აისად შემოდიხარ შენ, გიორგი, განაგრძო მიქელაძემ. გავიგე ჭორები, რომ მოგიწადინებია ხელოვნებაში ბოლო დროს. სიამოვნებდა შენი ნამუშევრების ნახვა და, ვინ იცის, იქნებ ჩავრთო გამოფენაში. გიორგი წამით სიტყვების გარეშე დარჩა. არასდროს უფიქრია თავისი ნამუშევრების საზოგადოებისთვის ჩვენება. ნე. არ ვიცი რა ვთქვა, ლევან. მხოლოდ ვსწავლობ. არ მგონია, რომ ჩემი ნამუშევარი მზადაა გამოფენისთვის. სისულელე, უპასუხა მიქელაძემ ტონით, რომელიც უარყოფას არ დაუშვებდა. მომეცი საშუალება ვიყო მსაჯული. რა სიტყვი, თუ შემოვივლი შენს სახლში ხვალ. შეგვიძლია უკეთ განვიხილოთ პირისპირ. სანამ გიორგი უპასუხებდა, მიქელაძე უკვე ემშვიდობებოდა. შესანიშნავია, ვნახავთ ერთმანეთს ხვალ თერთმეტისზე. ღამე მშვიდობისა, გიორგი. ზარი დასრულდა, დატოვა გიორგი აღგზნებისა და შფოთვის ნაზავით. როცა დაბრუნდა სასადილო ოთახში, დახვდა ნინო და თამარი მაგიდის დალაგებისას. ყველაფერი რიგზეა, კითხა ნინომ, ცდილობდა დაემალა შეშფოთება. გიორგიმ თავი დაუქნია, ჯერ კიდევ ამუშავებდა საუბარს. დიახ, ლევან მიქელაძე იყო, გალერეისტი. უნდა ნახოს ჩემი ნახატები. ფაქტობრივად, ხვალ მოვა. ნინომ დააგდო თეფში, რომელსაც იჭერდა დაიმსხვრა იატაკზე დაცემისას. წუხვართ ჩაიბუტბუტა, სწრაფად დაიხარა ნამსხვრევების ასაკრეფად. ნუ ღელავ, თქვა გიორგიმ, მიუახლოვდა დასახმარებლად. შეამჩნია, რომ ნინოს ხელები ოდნავ კანკალებდა. კარგად ხარ. ფერმკრთალი ჩანხარ. ნინომ ძალით გაიღიმა. კარგად ვარ, მხოლოდ ცოტა დაღლილი. ვფიქრობ, ადრე დავისვენებ დღეს. როცა ნინო სწრაფად გავიდა, გიორგიმ ვერ შეძლო იმის გრძნობის შეკავება, რომ რაღაც არ იყო წესრიგში. შეხედა თამარს ეძებდა რაიმე ახსნას, მაგრამ ახალგაზრდა ქალი ისევე დაბნეული ჩანდა, როგორც ის. თამარ, იცი თუ შენი დედა იცნობს ლევან მიქელაძეს? თამარმა თავი გააქნია. არა, რამდენადაც ვიცი. მაგრამ დედა ჩემის წარსულის ბევრი რამ არ ვიცი. არასდროს ბევრს ლაპარაკობს ამაზე. იმ ღამეს, სანამ ყველას ეძინა, ნინო შეიპარა სარდაფის სტუდიაში. კანკალა ხელებით დაიწყო თავისი ნახატების დაფარვა, განსაკუთრებით იმათი, რომლებიც აჩვენებდნენ მის ყველაზე გამორჩეულ სტილს. ჩუმი ცრემლები ჩამოსდიოდა ლოყებზე მუშაობისას. არ შემიძლია დაუშვა, რომ მიპოვოს ჩაიბუტბუტა თავისთვის. არა იმის შემდეგ, რაც გამოვიარეთ. მეორე დილას გიორგი ადრე გაიღვიძა, ნერვიულობდა მიქელაძის ვიზიტის გამო. როცა ჩავიდა სტუდიაში ნახატების მოსამზადებლად, რომლებიც უნდოდა ეჩვენებინა, გაოცდა, როცა ნახა ნინო უკვე იქ ქვეშ თვალებით, რომლებიც უძილო ღამეს ამჟღავნებდნენ. ნინო, რას აკეთებ აქ ასე ადრე? ნინო შეკრთა მისი ხმის გაგონებაზე. ნე. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი სრულყოფილი იყო შენი სტუმრისთვის, უპასუხა, თვალს არიდებდა. გიორგიმ შეამჩნია, რომ ნინო ზოგიერთი ნახატი დაფარული ან გადაადგილებული იყო. რატომ დაფარე შენი ნამუშევრები? ისინი შესანიშნავია, დარწმუნებული ვარ, მიქელაძეს მოეწონებოდა. ნინომ ენერგიულად გააქნია თავი. არა, გთხოვ. მირჩევნია არ ნახოს. ეს შენი მომენტია, გიორგი. უნდა აჩვენო მხოლოდ შენი ნამუშევრები. გიორგი აპირებდა დაჟინებას, როცა კარის ზარის ხმა გაისმა. მიქელაძე მოვიდა. სანამ ირაკლი მიუძღვებოდა ლევან მიქელაძეს სტუდიისკენ, ნინომ სწრაფად მოიმიზეზა, რომ უნდა დახმარებოდა თამარს სამზარეულოში. გიორგიმ გააცილა ის თვალით დაბნეულობისა და შეშფოთების ნაზავით. ლევან მიქელაძე შევიდა სტუდიაში იმ თავდაჯერებით, რომელიც ახასიათებს ადამიანს მიჩვეულს ხელოვნების სამყაროს ყველაზე ექსკლუზიურ წრეებში მოძრაობას. ის იყო შუახნის კაცი, ელეგანტურად ჩაცმული, მახვილი მზერით, რომელიც თითქოს აფასებდა ყველაფერს მის გარშემო. გიორგი, ჩემო ძვირფასო მეგობარო, მიესალმა მიქელაძე დაგზავნილი ენთუზიაზმით. რა სიამოვნებაა კვლავ შენი ნახვა. ვხედავ, რომ დაკავებული ყოფილხარ. სანამ მიქელაძე ათვალიერებდა გიორგის ნახატებს, მისი თვალები მუდმივად ეძებდა დაფარულ ნამუშევრებს სტუდიის კუთხეში. საინტერესოა, ჩაიბუტბუტა. ძალიან საინტერესო. გაქვს ნიჭი, გიორგი. მაგრამ მითხარი, რა არის იმ ზეწრების ქვეშ? მეტი შენი ნამუშევარი? გიორგი დაყონდა წამით.
არა, ისინი მეგობრის არიან. ურჩევნია ჯერჯერობით ნამუშევრები კერძოდ არჩეს. მიქელაძის თვალებმა გაიბრწყინა ინტერესით, რომელიც სდებოდა უბრალო სამხატვრო ცნობის მოყვარეობას. მეგობარი. ო, ყოველთვის თავმდაბალი იყავი, გიორგი. დარწმუნებული ხარ, რომ ვერ შევძლებ თვალი შევავლო? სანამ გიორგი უპასუხებდა, სტუდიის კარი გაიღო და თამარი შემოვიდა ყავისა და ნამცხრების ლანგრით. მაპატიეთ შეწყვეტა, თქვა მორცხვი ღიმილით. ვიფიქრე, საჭმელი კარგი იქნებოდა. მიქელაძე შემობრუნდა თამარისკენ და წამით მისი თავაზიანობის ნიღაბი ჩამოცურდა, გაამჟღავნა შოკისა და ცნობის გამომეტყველება. სწრაფად გამოსწორდა, მაგრამ არა სანამ გიორგი შეამჩნევდა ცვლილებას. მადლობა, ძვირფასო, თქვა მიქელაძემ, მისი ხმა ოდნავ დაძაბული. ძალიან კეთილი ხარ. თამარმა თავი დაუქნია და სწრაფად გავიდა სტუდიიდან, დატოვა გიორგი შეშფოთების განცდით. რაღაც ხდებოდა და ის გადაწყვეტილი იყო გაერკვია რა იყო. მიქელაძის ვიზიტი გაგრძელდა კიდევ საათი, რომლის განმავლობაშიც ის აქებდა გიორგის ნამუშევრებს და სთავაზობდა ადგილს მის მომავალ გამოფენაში. თუმცა გიორგი ვერ იშორებდა გრძნობას, რომ მიქელაძის ნამდვილი ინტერესი იყო დაფარული ნახატები და რაღაც მიზეზით თამარი. როცა საბოლოოდ წავიდა, გიორგი გაეშურა ნინოსა და თამარის მოსაძებნად. იპოვა ისინი სამზარეულოში, საუბრობდნენ ჩუმად და შეშფოთებული გამომეტყველებით. ვინმე მეტყვის რა ხდება, კითხა გიორგიმ, მისი ხმა აერია შეშფოთებასა და იმედგაცრუებას. ნინო, იცნობ ლევან მიქელაძეს? ნინომ შეხედა თამარს, შემდეგ გიორგის და საბოლოოდ თავი დაუქნია შეგუებით. დიახ, ვიცნობ. დადროა გითხრა სიმართლე, გიორგი. მთელი სიმართლე. სანამ ნინო ემზადებოდა გაემჟღავნებინა თავისი წარსული, საღამოს მზე შემოდიოდა სამზარეულოს ფანჯრებიდან, ანათებდა სამივეს სახეს. იმ მომენტში არც ერთ მათგანს არ შეეძლო წარმოედგინა, როგორ შეცვლიდა გამჟღავნებები, რომლებიც მზად იყო გამოსულიყო მათ ცხოვრებას სამუდამოდ. სიჩუმე გოგიაშვილის სახლის სამზარეულოში იმდენად მძიმე იყო, რომ თითქმის შეიძლებოდა დანით გაჭრა. გიორგი, ნინო და თამარი ისხდნენ მაგიდის გარშემო, ყავის ფინჯნები ხელუხლებელი მათ წინ. დაძაბულობა ჰაერში თითქმის ხელშესახები იყო, სანამ ნინო ემზადებოდა გაემჟღავნებინა სიმართლე, რომელიც დამალული ჰქონდა ამდენი ხანი. გიორგი, დაიწყო ნინომ, მისი ხმა კინაღამ ჩურჩული, სანამ ყველაფერს გეტყვი, მინდა იცოდე, რომ არასდროს მქონდა განზრახვა მომეტყუებინე. ყველაფერი რაც გავაკეთე თამარის დასაცავად. და შენი? გიორგიმ წარბი შეიკრა დაბნეულმა. ჩემი დასაცავად. რაზე ლაპარაკობ, ნინო? ნინომ ღრმად ჩაისუნთქა, სანამ გააგრძელებდა. მრავალი წლის წინ მე ვიყავი პერსპექტიული მხატვარი თბილისში. ჩემი კარიერა აყვავებას იწყებდა და სწორედ მაშინ გავიცანი ლევან მიქელაძე. სახელის გაგონებაზე თამარი შესამჩნევად დაიძაბა. ცხადი იყო, რომ ისტორიის ეს ნაწილი მისთვისაც ახალი იყო. ლევანი იყო მომხიბვლელი და ქარიზმატული, განაგრძო ნინომ. უიმედოდ შემიყვარდა. თავიდან ყველაფერი იდეალური იყო. მან დამეხმარა კონტაქტების დამყარებაში ხელოვნების სამყაროში და მალე ჩემი ნახატები იყიდებოდა ფასებად, რომლებიც არასდროს წარმომედგინა. ნინო შეჩერდა მისი თვალები დაჩრდილული მოგონებებით. მაგრამ ლევანში იყო ბნელი მხარე, რომელიც ვერ დავინახე, სანამ ძალიან გვიან არ გახდა. აღმოჩნდა, რომ ბევრი კონტაქტი, რომლებიც დაამყარა, სინამდვილეში იყო ხელოვნების გაყალბების ქსელის ნაწილი. ლევანი იყენებდა ჩემს ნიჭს ცნობილი ნამუშევრების ყალბი ასლების შესაქმნელად. გიორგი წინ გადაიხარა შთანთქმული ისტორიით. და რა გააკეთე, როცა აღმოაჩინე? თავიდან უარი ვთქვი დაჯერებაზე, უპასუხა ნინომ. მაგრამ როცა საბოლოოდ ლევანს შევეცინა აღმდეგე, მან გამოამჟღავნა თავისი ნამდვილი ბუნება. და მე მოკრად თქვა, რომ თუ გავამხელდი, დარწმუნდებოდა, რომ ვეღარასდროს ვხატავდი ჩემს ცხოვრებაში. ცრემლები დაიწყო ღვრა ნინოს ლოყებზე. თამარმა აიღო დედის ხელი, აძლევდა ჩუმ მხარდაჭერას. შეშინებული ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ სწორი რამ უნდა გამეკეთებინა. შევკრიბე ყველა მტკიცებულება, რაც შემეძლო და წავედი პოლიციაში. მაგრამ არასწორად შევაფასე ლევანის გავლენის მასშტაბები. რაღაც გზით გაიგო ჩემი გეგმების შესახებ, სანამ მტკიცებულებას წარვადგენდი. ნინომ თვალები დახუჭა, თითქოს მოგონება ძალიან მტკივნეული იყო. იმ ღამეს ლევანი მოვიდა ჩემს სტუდიაში. ის იყო გაბრაზებული გონების მიღმა. მან მცემა სასტიკად. მეგონა, რომ მოვკვდებოდი.
გიორგი მიგრძნო, როგორ იზრდებოდა სიბრაზე მის შიგნით. ეს ნაძირალა ჩაიბუტბუტა კბილებს შორის. მაგრამ ეს არ იყო ყველაზე ცუდი, განაგრძო ნინომ, მისი ხმა ტყდებოდა. ლევანმა მითხრა, რომ თუ ოდესმე კვლავ დავიწყებდი ხატვას ან ვცდიდი მის დასმენას, არა მხოლოდ მე მომკლავდა, არამედ ჩემს ქალიშვილსაც და ჩემს ვაჟსაც. გიორგი გაშეშდა, მისი თვალები ფართოდ გაიხსნა. შენი ვაჟი? მაგრამ მეგონა, რომ თამარი ერთადერთი შვილი იყო. ნინომ თავი გააქნია, წრემლები თავისუფლად ეცემოდა ახლა. არა, გიორგი. მყავს ორი შვილი. თამარი და შენ. სიჩუმე, რომელიც მოხვა ამ გამჟღავნებას, კრუ იყო. გიორგი ადგა სკამიდან, გაბარბაცდა უკან, თითქოს ფიზიკური დარტყმა მიიღო. რა? არა. არ შეიძლება. ჩემი მშობლები. გოგიაშვილები იყვნენ ჩემი საუკეთესო მეგობრები, ახსნა ნინომ, მისი ხმა ძლივს გასაგონი, როცა დავორსულდი შენით, შეშინებული ვიყავი, რომ ლევანი გავნებდა. გოგიაშვილებმა შემომთავაზეს შენი აყვანა, უსაფრთხო ცხოვრების მოცემა ლევანისგან შორს. გიორგი მიეყრდნო კედელს, მისი გონება ტრიალებდა ამ ახალი ინფორმაციით. მთელი მისი ცხოვრება, ყველაფერი რაც ეგონა რომ იცოდა საკუთარი თავის შესახებ, ინგრეოდა მის თვალწინ. რატომ შეძლო საბოლოოდ კითხვა? რატომ მეუბნები ახლა? ნინო ადგა სიფრთხილით მიუახლოვდა გიორგის. იმიტომ, რომ ლევანმა გვიპოვა. და მეშინია, რომ ყველა საფრთხეში ვართ. თამარი, რომელიც აქამდე ჩუმად იყო, საბოლოოდ ალაპარაკდა. დედა, რატომ არასდროს მიამბე გიორგის შესახებ? რატომ გაგვყარე? ნინო კვლავ დაჯდა, მისი საიდუმლოების ტვირთი აშკარა იყო მისი მხრების მრუდში. თქვენი ორივეს დასაცავად. ვფიქრობდი, თუ ცალ-ცალკე გყავდით, ლევანი ვერასდროს შეძლებდა ორივეს დაზიანებას. ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ იმ მომენტში ჩანდა როგორც ერთადერთი გზა თქვენი უსაფრთხოების დასაცავად. გიორგი ჩაცურდა კედელზე, სანამ იატაკზე ჯდებოდა, თავი ხელებში. ყველა ეს წელი. გოგიაშვილებმა იცოდნენ, რომ იყავი ჩემი ბიოლოგიური დედა. ნინომ თავი დაუქნია. დიახ, იცოდნენ. მაგრამ დაიფიცეს, რომ შეინახავდნენ საიდუმლოს შენი დასაცავად. ისინი გიყვარდათ როგორც საკუთარი შვილი, გიორგი. არასდროს ეჩვი არ შეგეპაროს ამაში. უცებ აზრმა დაარტყა გიორგის. თვითმფრინავის ავარია. ნამდვილად ავარია იყო? ნინო სიჩუმე საკმარისი პასუხი იყო, ღმერთო ჩემო, ჩაიბუტბუტა გიორგიმ, აღმოჩენა ძლიერად დაეტაკა. ლევანმა მოკლა ისინი, არა. მოკლა, რადგან იცოდნენ სიმართლე. ნინომ ნელა დაუქნია თავი. ასე მგონია. ვერასდროს დავამტკიცე, მაგრამ დროის დამთხვევა. ძალიან ხელსაყრელი იყო. თამარი უცებ წამოდგა, სიბრაზე აშკარა იყო მის სახეზე. როგორ შეძელი ამის დამალვა ჩვენგან, დედა? გქონდა უფლება გვცოდნოდა. ვიცი, ძვირფასო, უპასუხა ნინომ, მისი ხმა სავსე იყო სინანულით. და ძალიან მწუხვარ. ჩემი ცხოვრების ყოველ დღეს ვატარებდი ამ გადაწყვეტილების სიმძიმით. მაგრამ იმ მომენტში ჩანდა როგორც ერთადერთი გზა თქვენი უსაფრთხოებისთვის. გიორგი საბოლოოდ წამოდგა, მისი ემოციები მერყეობდა დაბნეულობას, ციბრაზესა და უცნაურშვების გრძნობას შორის. გჭირდება დრო ამის გასააზრებლად. ის კარისკენ გაემართა, მაგრამ გასვლამდე მოტრიალდა ნინოსა და თამარისკენ. არსად წახვიდეთ. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასაუბრო. როდესაც გიორგი ტოვებდა სამზარეულოს, ნინო და თამარი ჩუმად დარჩნენ, გამჟღავნებების სიმძიმე ეკიდა მათზე როგორც ბნელი ღრუბელი. თავის სტუდიაში გიორგი ბოლთას სცემდა, მისი გონება ემოციებისა და აზრების ქარიშხალი იყო. მთელი მისი ცხოვრება ტყუილი ყოფილა, ან თუნდაც არა მთელი სიმართლე. მშობლები, რომლებიც იგლოვა, რომლებიც იდეალიზებული ჰყავდა წლების განმავლობაში, არ იყვნენ მისი ბიოლოგიური მშობლები. და ქალი, რომელიც მიიღო თავის სახლში, რომელმაც ასწავლა სამყაროს ხედვა ხელოვნების საშუალებით, წინამდვილეში მისი დედა იყო. ის გაჩერდა ერთ-ერთი თავისი ბოლოდროინდელი ნახატის წინ, ნამუშევარი, რომელიც ასახავდა მარტოობის არსს, რომელსაც გრძნობდა ამდენი ხანი. ახლა ხვდებოდა, საიდან მოდიოდა ეს ნიჭი, ეს საჭიროება გამოეხატა თავი ხელოვნების მეშვეობით. ეს იყო ნინოს, მისი ნამდვილი დედის მემკვიდრეობა. სუბუქმა კაკუნმა კარზე შეაწყვეტინა ფიქრები. ეს იყო თამარი. შეიძლება შემოვიდე, კითხა მორცხვად.
გიორგიმ თავი დაუქნია, ვერ პოულობდა შესაფერი სიტყვებს. თამარი შემოვიდა, დახურა კარი. დადგა უხერხულად, თითქოს არ იცოდა, რა გაეკეთებინა ხელებით ან საით შეეხედა. ასე რომ დაიწყო მან, ჩვენ დაძმა ვართ. გიორგიმ ვერ შეიკავა მწარე სიცილი, როგორც ჩანს ასეა. შეხედე, თქვა თამარმა, მიუახლოვდა მას, ვიცი, რომ ეს სიგიჟეა. დამიჯერე, ისეთივე შოკში ვარ, როგორც შენ. მაგრამ არ ფიქრობ, რომ ეს კარგია. მხედველობაში მაქვს, ყოველთვის ამბობდი, რომ მარტო გრძნობდი თავს. ახლა გყავს ოჯახი. გიორგიმ შეხედა მას, ნამდვილად შეხედა პირველად, რაც სიმართლე გაიგო. შეეძლო დაენახა ნინოს ნიშნები მასში და ახლა როცა ფიქრობდა ამაზე, ნიშნები, რომლებსაც იზიარებდნენ. როგორ ვერ შეამჩნია ადრე? მართალი ხარ, აღიარა საბოლოოდ. უბრალოდ. მთელი ჩემი ცხოვრება ვიყავი გიორგი გოგიაშვილი. არ ვიცი, ვინ ვარ ახლა. თამარმა აიღო მისი ხელი, ჟესტი, რომელიც ადრე შემთხვევითი იქნებოდა, მაგრამ ახლა დატვირთული იყო ახალი მნიშვნელობით. შენ ხარ, ვინც ყოველთვის იყავი. კარგი და გულუხვი ადამიანი, რომელმაც მოგცა სახლი, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ეს არ შეცვლილა. გიორგი მიგრძნო, რომ რაღაც მოეშვა მკერდში. შესაძლოა თამარი მართალი იყო. შესაძლოა ეს არ იყო რაღაცის დასასრული, არამედ დასაწყისი. მადლობა, თქვა რბილად. მგონი მჭირდებოდა ამის მოსმენა. ამასობაში სამზარეულოში ნინო ებრძოდა საკუთარ დემონებს. საიდუმლოების ტვირთი, რომელიც ატარა ამდენი წლის განმავლობაში, საბოლოოდ აიხსნა, მაგრამ მის ადგილას რჩებოდა შიში იმისა, თუ რა მოხდებოდა შემდეგ. შეძლებდნენ კი მისი შვილები ოდესმე ეპატიებინათ, რომ გაყარა ისინი? და რა მოხდებოდა ახლა, როცა ლევანმა იცოდა, სად იყვნენ? მისი ფიქრები შეწყდა ტელეფონის ხმით. კანკალა ხელებით ამოიღო ჯიბიდან. ნომერმა ეკრანზე გააყინა მისი სისხლი. გამარჯობა, ნინო, თქვა ლევან მიქელაძის რბილმა და მუქარით სავსე დიდი ხანი გავიდა. ნინომ თვალები დახუჭა, ცდილობდა გაეკონტროლებინა კანკალი ხმაში. რა გინდა, ლევან? ოჰ, მოდი, ეს არის ძველი მეგობრის მისალმების გზა, უპასუხა ლევანმა, მისი ტონი დამცინავი. ზუსტად იცი რა მინდა. შენი ნახატები, ნინო. ორიგინალები. ვიცი, რომ გაქვს. არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ, იცრუა ნინო, თუმცა იცოდა, რომ უსარგებლო იყო. ნუ თამაშობ ჩემთან, შისინით თქვა ლევანმა, თავაზიანობის ყველა ნიშანი გაქრა მისი ხმიდან. დავინახე დაფარული ნახატები გიორგის სტუდიაში. ვცნობდი შენ სტილს ნებისმიერ ადგილას. ეს ნახატები მილიონები ღირს და ჩემი კუთვნილია. არასდროს გეკუთვნოდა, უპასუხა ნინომ, პოულობდა ძალას, რომელიც არ იცოდა, რომ ჰქონდა. ისინი ჩემი იყვნენ, ჩემი ნამუშევარი, ჩემი ვნება. შენ უბრალოდ გამოიყენე ისინი შენი თაღლითური სქემებისთვის. ლევანმა გაიცინა, ცივი ხმა იუმორის გარეშე. ოჰ, ნინო. ისევ ასეთი გულუბრყვილო ხარ. ნამდვილად გჯერა, რომ შეგიძლია გამექცე. რომ შეგიძლია დაიცვა შენი ძვირფასი შვილები. ნინოს გული გაჩერდა. დატოვე ისინი ამის გარეთ, ლევან. ეს შენსა და ჩემს შორისაა. ძალიან გვიანია ამისთვის, უპასუხა ლევანმა. გაქვს 48 საათი ნახატების გადმოსაცემად. თუ არ გააკეთებ. დავთქვათ სამწუხარო იქნებოდა, წარმატებულ ბიზნესმენ გიორგი გოგიაშვილს რაიმე რომ დაემართოს. ან მომხიბვლელ თამარს. სანამ ნინო უპასუხებდა, ლევანმა გათიშა. ის დარჩა ტელეფონს მიშტერებული, ტერორი იპყრობდა მას. სჯეროდა, რომ უსაფრთხოდ იყვნენ, რომ საბოლოოდ შეეძლოთ ოჯახად ყოფნა. მაგრამ წარსულმა დაეწია მათ და ახლა უნდა მიეღო შეუძლებელი გადაწყვეტილება. ამ მომენტში გიორგი და თამარი დაბრუნდნენ სამზარეულოში. ნინოს სახის გამომეტყველების დანახვისას მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. დედა, კითხა თამარმა, სიტყვა ჯერ კიდევ უჩვეულო იყო მის ტუჩებზე. რა ხდება? ნინომ შეხედა თავის შვილებს, სიყვარული და შიში ერეოდა მის გულში. ლევანმა დარეკა, თქვა უბრალოდ. გიორგი შესამჩნევად დაიძაბა. რა უნდა? ნინომ ღრმად ჩაისუნთქა. დრო იყო, შეხვედროდა სიმართლეს, თელ სიმართლეს. მას ჩემი ნახატები უნდა. ორიგინალები. და თუ არ მივცემ. მოვა თქვენთვის. სიჩუმე, რომელიც მოხვა, ღრუ იყო.
სამმა ერთმანეთს შეხედა აცნობიერებდნენ, რომ იდგნენ უფსკრულის პირას. რასაც გადაწყვეტდნენ ახლა, შეცვლიდა მათ ცხოვრებას სამუდამოდ. გიორგი იყო პირველი, ვინც დაარღვია სიჩუმე. არა, თქვა მტკიცედ. არ დავნებდებით მის მუქარას. დროა შევხვდეთ ამას ერთად, როგორც ოჯახი. თამარმა თავი დაუქნია, აიღო დედის ხელი. გიორგი მართალია. აღარ იქნება საიდუმლოებები, აღარ იქნება გაქცევა. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ერთად. ნინომ შეხედა თავის შვილებს, სიამაყე და სიყვარული ავსებდა მის გულს. პირველად წლების განმავლობაში იგრძნო იმედის ნაპერწკალი. თქვენ მართლები ხართ, თქვა საბოლოოდ. დროა ამას წერტილი დავუსვათ, ერთხელ და სამუდამოდ. როდესაც სამივე იწყებდა შემდეგი ნაბიჯის დაგეგმვას, არც ერთს არ შეეძლო წარმოედგინა გზის მოსახვეები და შემოbrunებები, რომლებიც ელოდებოდათ. წარსული და აწყო აპირებდა შეჯახებას ისეთი გზით, რომელიც შეცვლიდა მათ ცხოვრებას სამუდამოდ. ჰორიზონტზე ღრუბლები ბნელდებოდა, მოასწავებდა ქარიშხალს, რომელიც მოდიოდა. მაგრამ გოგიაშვილის სახლის შიგნით, ახლად აღმოჩენილი ოჯახი ემზადებოდა ერთად შეხვედროდა, რაც არ უნდა მოსულიყო. მეორე დილა გათენდა რუხი და წვიმიანი, თითქოს ცაცკი ასახავდა დაძაბულობას, რომელიც გოგიაშვილის სახლში იგრძნობოდა. გიორგი, ნინო და თამარი შეიკრიბნენ სტუდიაში, ძლიერი ყავის ფინჯნებით ხელში, მზად გეგმის შესამუშავებლად, რომელიც შეძლებდა მათ განთავისუფლებას ლევან მიქელაძის კლანჭებისგან ერთხელ და სამუდამოდ. კარგი, დაიწყო გიორგიმ, მისი ხმა მტკიცე და გადაწყვეტილი. უნდა ვიფიქროთ ამაზე სტრატეგიულად. ლევანს აქვს ძალა და გავლენა, მაგრამ ჩვენ გვაქვს რაღაც, რაც მას სასოწარკვეთილად უნდა. ნინომ თავი დაუქნია, მისი მზერა მიმართული იყო დაფარულ ნახატებზე სტუდიის კუთხეში. ჩემი ორიგინალური ნამუშევრები. ისინი არის მისი თაღლითობის მტკიცებულება, მაგრამ ასევე უაღრესად ღირებული თავისთავად. მაგრამ რატომ ახლა? კითხა თამარმა, წარბშეკრულმა. წლები გავიდა. რატომ არის ლევანი ასე სასოწარკვეთილი მათ მისაღებად ამ მომენტში? გიორგიმ გაისრისა ნიკაპი ფიქრიანად. უნდა იყოს რაღაც მეტი. რაღაც, რასაც ვერ ვხედავთ. ამ მომენტში ირაკლი შემოვიდა სტუდიაში, იჭერდა დღის გაზეთს. მაპატიეთ შეწყვეტა, მაგრამ მგონია, უნდა ნახოთ ეს. გიორგიმ აიღო გაზეთი და ხმამაღლა წაიკითხა სათაური, მნიშვნელოვანი ხელოვნების აუქციონი დაგეგმილია მომავალითვისთვის. მოსალოდნელია ადრე უნახავი შედევრების გამოჩენა. ნინოს თვალები ფართოდ გაიხსნა. რა თქმა უნდა, ჩაიბუტბუტა. ლევანი უნდა გეგმავდეს ჩემი ორიგინალური ნამუშევრების ყალბი ასლების აუქციონზე გატანას. ორიგინალების გარეშე შესადარებლად ვერავინ დაამტკიცებდა, რომ ყალბია. და შენი ხელოვნების სამყაროში გამოჩენით, დაამატა გიორგიმ, აკავშირებდა წერტილებს, ამ ყალბი ნამუშევრების ღირებულება მკვეთრად გაიზრდებოდა. თამარი ადგა თავისი ადგილიდან სციარულით სტუდიაში. მაშ, რას ვაკეთებთ? უბრალოდ ვერ მივცემთ ნახატებს. არა, თქვა ნინომ მტკიცედ. ეს ნახატები არის ჩემი მემკვიდრეობა, ჩემი ცხოვრება. აღარ დაუშვებ, რომ ლევანმა გამოიყენოს ისინი თავისი კრიმინალური სქემებისთვის. გიორგიმ თავი დაუქნია, იდეა ფორმირდებოდა მის გონებაში. შესაძლოა არც მოგვიწიოს. რა მოხდება, თუ გამოვიყენებთ ნახატებს როგორც მისატყუარას? შეგვიძლია ხაფანგი დავუგოთ ლევანს. ხაფანგი? კითხა თამარმა დაინტერესებულმა. რას გულისხმობ? ლევანი ელოდება, რომ შეშინებულები ვიქნებით, ვიმოქმედებთ შიშით, ახსნა გიორგიმ. მაგრამ რა მოხდება, თუ სანაცვლოდ მოვიწვევთ მას სახლში? შეგვიძლია მოვაწყოთ პატარა კერძო გამოფენა, მხოლოდ შერჩეული მყიდველებისთვის. ნინომ შეიკრა წარბი. და გამოვიფინოთ ასე. ეს ძალიან სარისკო იქნებოდა. ზუსტად გაიღიმა გიორგიმ. ლევანი არ მოელოდა, რომ ასეთ რამეს გავაკეთებდით. ის იქნებოდა ისე სასოწარკვეთილი ნახატების მისაღებად, რომ დაკარგავდა სიფრთხილეს. ამასობაში განაგრძო მან შეგვიძლია დავუკავშირდეთ ხელისუფლებას. მისი მუქარისა და ნახატების მოპოვების მცდელობის მტკიცებულება საკმარისი იქნებოდა მის დასადანაშაულებლად. თამარმა თავი დაუქნია ენთუზიაზმით. მე შემიძლია დავეხმარო ღონისძიების ორგანიზებაში. არავინ ეჭვობს შვილობილი ქალიშვილის მიერ უბრალო ვახშმის მომზადებას. ნინომ შეხედა თავის შვილებს სიამაყისა და შეშფოთების ნაზავით. ეს სარისკოა, თქვა საბოლოოდ. მაგრამ შეიძლება იმუშაოს. თუმცა დაგვჭირდება დახმარება.
ყავს რამდენიმე კონტაქტი პოლიციაში, შესთავაზა გიორგიმ. სანდო ხალხი, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს ეჭვის აღძვრის გარეშე. და მე დაამატა ნინომ ვიცნობ ვიღაცას წარსულიდან. ვიღაცას, ვინც შეიძლება გადამწყვეტი იყოს ჩვენი გეგმისთვის. გიორგიმ და თამარმა ცნობის მოყვარეობით შეხედეს დედას. ვინ? კითხეს ერთდროულად. ნინომ ღრმად ჩაისუნთქა სანამ უპასუხებდა. შენი მამა, გიორგი. შენი ნამდვილი მამა. სიჩუმე, რომელიც მოჰყვა ამ გამჟღავნებას, კრუ იყო. გიორგი გაშეშდა, მისი გონება ცდილობდა გაიაზრებინა ეს ახალი ინფორმაცია. ჩემი მამა, შეძლო საბოლოოდ თქმა. მეგონა რომ გარდაიცვალა. ნინომ თავი გააქნია, წრემლები იგროვებდა მის თვალებში. არა, არ გარდაცვლილა. მაგრამ მომიწია მისი მოშორება ორივეს დასაცავად. ის იყო ერთადერთი, ვინც იცოდა მთელი სიმართლე ლევანის საქმიანობის შესახებ. და ამიტომ მისი სიცოცხლე იყო მუდმივ საფრთხეში. თამარი მიუახლოვდა თავის ძმას, დადო ხელი მის მხარზე მხარდაჭერის ნიშნად. რა ჰქვია? კითხა რბილად. დავითი, უპასუხა ნინომ. დავით ჯავახიშვილი. ის იყო. არის ბრწყინვალე ხელოვნების რესტავრატორი. სწორედ მან მასწავლა ბევრი ტექნიკა, რომლებსაც ვიყენებ ჩემს ნახატებში. გიორგი მკვეთრად წამოდგა, სჭირდებოდა სივრცე ამ ახალი გამჟღავნების გასააზრებლად. მიუახლოვდა ფანჯარას, აკვირდებოდა წვიმას, რომელიც განუწყვეტლივ ცვიოდა გარეთ. ყველა ეს წელი ჩაიბუტბუტა, მეგონა რომ ობოლი ვიყავი. და ახლა აღმოჩნდა, რომ მყავს სრული ოჯახი. ნინო მიუახლოვდა, დადო კანკალა ხელი მის მკლავზე. ძალიან მწუხვარ, გიორგი. ვიცი, რომ ეს ბევრია ასათვისებლად. გიორგი მიუბრუნდა მას, მისი თვალები ბრწყინავდნენ დაკავებული ემოციებით. რატომ არ მითხარი ადრე? როცა აქ მოხვედი, როცა დავიწყეთ დაახლოება. რატომ შეინახე საიდუმლო? მეშინოდა, აღიარა ნინომ. მეშინოდა, რომ ლევანი გვიპოვიდა, მეშინოდა, რომ საფრთხეში ჩაგაგდებდი. მაგრამ ახლა ხვდები, რომ ამ შიშმა მხოლოდ განცალკევებულად შეგვინახა. აღარ იქნება საიდუმლოებები, გპირდები. გიორგი ნელა დაუქნია თავი, ამუშავებდა მის სიტყვებს. შემდეგ ყველას გასაოცრად, მათ შორის საკუთარი თავისაც გადაეხვია ნინოს. მადლობა სიმართლის თქმისთვის, ჩაუჩურჩულა. თამარი შეუერთდა მათ და წამით სამივე დარჩა ასე, ოჯახი გაერთიანებული წლების განშორებისა და საიდუმლოებების შემდეგ. როცა საბოლოოდ დაშორდნენ, გიორგის დაბრუნებული ჰქონდა გადაწყვეტილება. კარგი, იმაში დავუკავშირდეთ დავითს. თუ ის იცნობს ლევანს ისე კარგად, როგორც ამბობ, ის იქნება საკვანძო ნაწილი ჩვენს გეგმაში. ნინომ თავი დაუქნია, იღებდა ტელეფონს კანკალა ხელებით. არ მისაუბრია მასთან წლების განმავლობაში. იმედი მაქვს, რომ ჯერ კიდევ იყენებს ამ ნომერს. სანამ ნინო რეკავდა, გიორგი და თამარი დაიწყეს მუშაობა გეგმის დეტალებზე. გიორგიმ დაუკავშირდა თავის მეგობრებს პოლიციაში, აუხსნა სიტუაცია ზოგადი ტერმინებით და ითხოვა მათი დისკრეტული დახმარება. თამარი თავის მხრივ დაიწყო ღონისძიების დაგეგმვა, ფიქრობდა ყველა დეტალზე, რაც კერძო გამოფენას გახდიდა ნამდვილად დამაჯერებელს. იმის შემდეგ, რაც როგორც მარადისობა ისე ჩანდა, ნინო დაბრუნდა მისი სახე ემოციების ნაზავი. ვესაუბრე დავითს, გამოაცხადა. ის ხვალ ჩამოვა. გიორგი მიგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. ხვალ შეხვდებოდა თავის ნამდვილ მამას. უამბე ჩემზე, კითხა. ნინომ თავი დაუქნია. ყველაფერი ვუთხარი. ის მოუთმენლად ელოდება შენს გაცნობას. როდესაც ოჯახი აგრძელებდა დაგეგმვას, ვერ ხვდებოდნენ, რომ ლევან მიქელაძე ასევე ამზადებდა საკუთარ გეგმებს. თავის ფეშენებელ ურბინაში, გარშემორტყმული საეჭვო წარმოშობის ხელოვნების ნიმუშებით, ლევანი ელაპარაკებოდა ტელეფონით ბნელი ხმით. დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არიან, ამბობდა. ქალი ნამდვილად ნინოა და გოგონა უნდა იყოს მისი ქალიშვილი. მაგრამ კაცი. არის რაღაც მასში, რაც ნაცნობად მეჩვენება. ხმამ ხაზის მეორე მხარეს რაღაც თქვა, რამაც გამოიწვია ლევანის წარბის შეჭმოხნა. არა, არ შეგვიძლია ლოდინი. აუქციონი ერთ თვეშია და მჭირდება ეს ნახატები. თუ ნინო არ ითანამშრომლებს, მოგვიწევს უფრო. რადიკალური ზომების მიღება. ჩამოკიდა ტელეფონი და დაისხა ვისკი, აკვირდებოდა ქალაქს თავისი პანორამული ფანჯრიდან. მალე, ნინო, ჩაიბუტბუტა.
მალე დავასრულებთ იმას, რაც დავიწყეთ ამდენი წლის წინ. უკან გოგიაშვილის სახლში, როდესაც ოჯახი ასრულებდა თავიანთი გეგმის დეტალებს, ვერ წარმოიდგენდნენ გართულებებს, რომლებიც მოდიოდა. დავითის ჩამოსვლა არა მხოლოდ დაამატებდა ახალ დინამიკას მათ უკვართულ ოჯახურ სიტუაციას, არამედ ასევე მოიტანდა წარსულის საიდუმლოებებს, რომლებიც ემუქრებოდა ყველაფრის ჩაშლას, რასაც დაგეგმეს. იმ ღამეს, როდესაც ყველა ემზადებოდა დასაძინებლად, სახლი სავსე იყო მოლოდინისა და შიშის ნაზავით. ხვალ დაიწყებოდა ახალი ფაზა მათ ცხოვრებაში, რომელსაც შეეძლო მიეყვანა ისინი თავისუფლებამდე ან განადგურებამდე. გიორგი მწოლიარე თავის საწოლზე ვერ იძინებდა. მისი გონება ტრიალებდა ფიქრებით მამაზე, რომელიც არასდროს გაეცნო, დედაზე, რომელიც ახლახანს აღმოაჩინა, და დაზე, რომელიც შემოვიდა მის ცხოვრებაში ყველაზე მოულოდნელი გზით. როგორი იქნებოდა დავითი? გავდა მას. მოიწონებდა ადამიანს, რომლადაც იქცა? თავის ოთახში ნინოსაც არ შეეძლო ძილი. მოგონებები მისი ცხოვრებისა დავითთან ბედნიერი მომენტები ლევანის მათ ცხოვრებაში შემოსვლამდე ერეოდა შიშთან იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოიტანოს მომავალმა. შეძლებდა მისი ახლად გაერთიანებული ოჯახი გადარჩენას ქარიშხლისგან, რომელიც მოდიოდა? თამარი თავის მხრივ ფხიზლობდა და გეგმავდა ღონისძიების ყველა დეტალს. მისი გადაწყვეტილება დაეცვა თავისი ახლად აღმოჩენილი ოჯახი, უბიძგებდა მას ეფიქრა ყველა შესაძლო შემთხვევაზე. და ასე, როგორც ღამე წინ მიიწევდა და წვიმა აგრძელებდა ცვენას თბილისზე, გოგიაშვილის სახლი ემზადებოდა დღისთვის, რომელიც შეცვლიდა მათ ცხოვრებას სამუდამოდ. წარსული და აწმყო აპირებდნენ შეჯახებას და მხოლოდ დროს შეეძლო ეთქვა, იქნებოდა თუ არა სიყვარული და სიმართლე საკმარისი გამოცდების გადასალახავად, რომლებიც ელოდათ. დილა მოვიდა სიცხადით, რომელიც კონტრასტში იყო ემოციურ ქარიშხალთან გოგიაშვილის სახლის შიგნით. გიორგი ადრე გაიღვიძა, ვეღარ ეძინა მოლოდინისა და ნერვიულობის გამო. დღეს შეხვდებოდა თავის ნამდვილ მამას. როდესაც ემზადებოდა, მისი გონება განუწყვეტლივ ტრიალებდა. როგორი იქნებოდა დავითი? ემსგავსებოდნენ? რას ეტყოდა? ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა, ამდენი შეკავებული ემოცია. სამზარეულოში ნახა თამარი საუზმის მომზადებისას. ახლად მოხარშული ყავისა და ტოსტების არომატი ავსებდა ჰაერს, თქმიდა ნორმალურობის ცრუ შეგრძნებას მათი ცხოვრების ქაოსის შუაგულში. დილა მშვიდობისა მიესალმა თამარი დაძაბული ღიმილით. შეძელი დაძინება? გიორგიმ თავი გააქნია, მადლიერებით მიიღო ყავის ფინჯანი, რომელიც მისმა დამშესთავაზა. ძლივს. შენ? იგივე, უპასუხა თამარმა. უცნაურია, არა? მთელი ჩვენი ცხოვრება იცვლება რამდენიმე დღის განმავლობაში. სანამ გიორგი უპასუხებდა, ნინო შემოვიდა სამზარეულოში. გამოიყურებოდა ფერმკრთალი და დაღლილი, თითქოს რამდენიმე წლით დაბერდა ერთ ღამეში. დილა მშვიდობისა, თქვა რბილად. დავითი. შენი მამა. ერთ საათში ჩამოვა. სიჩუმე, რომელიც მოჰყვა, მძიმე იყო, დატვირთული გამოუთქმელი ემოციებითა და ჩამოუყალიბებელი კითხვებით. საბოლოოდ, გიორგი მისაუბრა. დედას სიტყვა ჯერ კიდევ უცნაურად ისმოდა მის ტუჩებზე, როგორი იყო ის. ჩემი მამა, მხედველობაში მაქვს. ნინო დაჯდა, მისი თვალები დაიკარგა შორეულ მოგონებებში. დავითი იყო. არის. ბრწყინვალე და ვნებიანი ადამიანი. როცა გავიცანი, მოხიბლული ვიყავი არა მხოლოდ მისი სამხატვრო ნიჭით, არამედ მისი ხედვით სამყაროზე. ხედავდა სილამაზეს ყველაფერში, თუნდაც ყველაზე უბრალო საგნებში. მწუხარე ღიმილი გამოჩნდა მის სახეზე, როცა აგრძელებდა. ჰქონდა გადამდები სიცილი და თანდაყოლილი უნარი, ყველა თავის გარშემო განსაკუთრებულად ეგრძნო თავი. მაგრამ ასევე იყო ჯიუტი და ზოგჯერ მეტისმეტად იდეალისტი საკუთარი სიკეთისთვის. გიორგი ყურადღებით უსმენდა, ცდილობდა ჩამოეყალიბებინა სურათი ამ კაცისა, რომელიც იყო მისი მამა. და რატომ მოგიწია მისი მოშორება? ნინოს სახე დაჭრდილულდა. როცა აღმოვაჩინეთ, რას აკეთებდა ლევანი, დავითს უნდოდა პირდაპირ შეჯახებოდა მას. მე შინოდა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თქვენ ორისთვისაც. ლევანს უკვე ჰქონდა ნაჩვენები, რისი უნარი ჰქონდა. მისი ხმა გაწყდა და თამარი მიუახლოვდა, რომ ენუგეშებინა. ნინომ ღრმად ჩაისუნთქა, სანამ გააგრძელებდა, დავპირდი დავითს, რომ შორს დარჩებოდა, რომ არ ეცადა ჩვენთან დაკავშირება. ვუთხარი, რომ ეს იყო ერთადერთი გზა ყველას უსაფრთხოდ შესანახად. ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. კარის ზარის ხმამ შეაქრთო ყველა. ირაკლი გამოჩნდა სამზარეულოს შესასვლელში.
ბატონო, თქვა მიმართა გიორგის, ჩამოვიდა კაცი. ამბობს, რომ დავით ჯავახიშვილი ჰქვია. გიორგის გული აჩქარდა. დადგა მომენტი. ნელა ადგა, გაცვალა მზერა ნინოსთან და თამართან. გააცილე სტუდიაში, გთხოვთ, თქვა გაოცებული სიმშვიდით საკუთარ ხმაში. როდესაც სტუდიისკენ მიდიოდნენ, გიორგის ეჩვენებოდა, რომ შენელებულად მოძრაობდა. ყოველი ნაბიჯი ახლოებდა შეხვედრასთან, რომელიც შეცვლიდა მის ცხოვრებას სამუდამოდ. სტუდიაში შესვლისას დაინახა ის. დავით ჯავახიშვილი იყო მაღალი კაცი, ჟაღარა თმით და ღრმა თვალებით, რომლებიც ასახავდნენ წლების გამოცდილებებსა და დაკავებულ ემოციებს. როდესაც მათი მზერა შეხვდა, თითქოს დრო გაჩერდა. გიორგი, თქვა დავითმა, მისი ხმა ემოციით დატვირთული. ჩემო შვილო. დაუფიქრებლად, გიორგი მიუახლოვდა და გადაეხვია თავის მამას. ყველა კითხვა, ყველა ეჭვი გაქრა იმ მომენტში. პირველად თავის ცხოვრებაში იგრძნო, რომ იპოვა თავისი ნაკრული ნაწილი. ნინო და თამარი აკვირდებოდნენ სცენას ცრემლიანი თვალებით. ეს იყო მომენტი შეხვედრისა განკურნებისა, მაგრამ ასევე ახალი ეტაპის დასაწყისი სავსე გამოწვევებით. როდესაც საბოლოოდ დაშორდნენ, დავითმა შეხედა ნინოს. ნინო, თქვა რბილად, ამდენი წელი გავიდა. ნინომ თავი დაუქნია, ვერ საუბრობდა. თამარი წინ გადმოვიდა, წარადგინა თავი, მე თამარი ვარ, თქვა შენი. კარგი, ფიქრობ, შენი ქალიშვილიც ვარ. დავითმა გაიღიმა, მოეხვია თამარს. ჩემი ოჯახი, ჩაიბუტბუტა საბოლოოდ ერთად. ემოციური მომენტი შეწყვეტილი იყო გიორგის მიერ, რომელიც მიუხედავად შეხვედრის სიხარულისა, ვერ ივიწყებდა მიზეზს, რის გამოც დაურეკეს დავითს. მამა, თქვა სიტყვა ჯერ კიდევ ახალი მის ტუჩებზე, გვჭირდება შენი დახმარება. ლევან მიქელაძე. დავითის გამომეტყველება გამკაცდა ამ სახელის გაგონებაზე, ლევანი დაიღრინა. უნდა მიმხვდარიყავი, რომ ეს ნაძირალა ყველაფრის უკან იდგა. ისინი დასხდნენ და გიორგიმ დაიწყო ახსნა სიტუაციისა და გეგმისა, რომელიც შეიმუშავეს. დავითმა ყურადღებით მოусმინა, მისი სახე სიამაყისა და შეშფოთების ნაზავი იყო შვილის გამჭრიახობის გამო და შეშფოთებული ჩართული რისკებით. ეს სარისკოა, თქვა საბოლოოდ, მაგრამ შეიძლება იმუშაოს. თუმცა არის რაღაც, რაც უნდა იცოდეთ ლევანის შესახებ, რაღაც, რამაც შეიძლება გაართულოს საქმე. ყველანი გადაიხარეს წინ, მოუთმენლად ელოდნენ. დავითმა ღრმად ჩაისუნთქა, სანამ გააგრძელებდა. ლევანი მარტო არ მუშაობს. მას აქვს კავშირები მაღალ დონეებზე, ძლიერი ხალხი, რომლებიც იცავენ. ამიტომაა, რომ ვერასდროს შევძელით მისი დაჭერა ადრე. გიორგიმ შეიკრა წარბი. რამდენად მაღალ დონეზე ვსაუბრობთ? პოლიტიკოსები, მოსამართლეები, თუნდაც ზოგიერთი პოლიციის წევრი, უპასუხა დავითმა. ლევანმა ააშენა კორუფციის ქსელი, რომელიც ცილდება ხელოვნების სამყაროს. ეს გამჟღავნება დაეცა როგორც ბომბი ოთახში. გიგმა, რომელიც შეიმუშავეს, უცებ გულუბრყვილოდ ჩანდა იმის წინაშე, რასაც ეჯახებოდნენ. მაშ, რას ვაკეთებთ? კითხა თამარმა, მისი ხმა შეფერილი იმედგაცრუებითა და შიშით. დავითი ადგა, მივიდა დაფარულ ნახატებთან სტუდიის კუთხეში. ფრთხილად აწია ერთ-ერთი ზეწარი, გამოამჟღავნა ნინოს ერთ-ერთი შედევრი. ვიყენებთ ხელოვნებას, თქვა, მისი თვალები ბრწყინავდა სიცრუისა და გადაწყვეტილების ნაზავით. არა მხოლოდ როგორც მისატყუარას, არამედ როგორც იარაღს. რას გულისხმობ? კითხა ნინომ დაინტრიგებულმა. დავითმა გაიღიმა ღიმილი, რომელიც გიორგი მიცნო როგორც საკუთარი. თითოეული ამ ნახატებისა გვიყვება ამბავს. და ამ ამბებში შეგვიძლია დავმალოთ სიმართლე ლევანისა და მისი თანამზრახველების შესახებ. სიმართლე, რომელიც ერთხელ გამჟღავნებული, მის კავშირებსაც კი ვერ დაიცავს. გიორგი მიგრძნო, როგორ აინთო იმედის ნაპერწკალი მის გულში. გამოფენაში, ჩაიბუტბუტა. ზუსტად დაუქნია თავი დავითმა. მაგრამ დაგვჭირდება დახმარება. სანდო ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გაშიფრონ შეტყობინებები და იმოქმედონ სწორ დროს. ნინო მიუახლოვდა დავითს, მისი თვალები ბრწყინავდა გადაწყვეტილებით, რომელიც წლების განმავლობაში არ უგრძნია. ვიცნობ რამდენიმე ადამიანს. ხელოვნების სამყაროს ყოფილი კოლეგები, რომლებიც მზად იქნებიან დასახმარებლად. თამარი ყოველთვის პრაქტიკული, ჩაირია, მაგრამ როგორ გავაკეთებთ ამას ასე მცირე დროში? ლევანი ელოდება ნახატებს 48 საათზე ნაკლებ დროში. დავითმა შეხედა თავის ახლად გაერთიანებულ ოჯახს, სიამაყის ღიმილის სახეზე. ვიმუშავებთ ერთად. როგორც ოჯახი.
დროა რომ ხელოვნება რომლის მოპარვა და გაფუჭებაც ლევანმა სცადა, გახდეს მისი დაღუპვა. როდესაც ოჯახი იწყებდა ამ ახალი სტრატეგიის დაგეგმვას, ვერ ხვდებოდნენ, რომ ლევან მიქელაძე ასევე აკეთებდა საკუთარ სვლებს. თავის ოფისში გარშემორტყმული საეჭვო წარმოშობის ხელოვნების ნიმუშებით ლევანი ელაპარაკებოდა ტელეფონით ჩუმად. დიახ, დარწმუნებული ვარ, ამბობდა. დავით ჯავახიშვილი ისევ გამოჩნდა. არა, არ შეგვიძლია ლოდინი. თუ ის ჩართულია, ყველაფერი შეიძლება დაინგრეს. მოამზადეთ გეგმა და დარწმუნდით, რომ ვერავინ მიაკვლევს ჩვენამდე. ჩამოკიდა ტელეფონი, მისი სახე ცივი გადაწყვეტილების ნიღაბი. მიუახლოვდა სეიფს, დამალულ სურათის უკან და ამოიღო კონვერტი. შიგნით იყო ძველი ფოტო, გაყვითლებული დროის მიერ. მასზე 4 მოღიმარე ფიგურა, ნინო, დავითი, თვითონ ლევანი და მეოთხე პირი, რომლის სახეც დამწვარი იყო. წუხვარ ძველო მეგობარო, ჩაიბუტბუტა ლევანმა უსახო ფიგურას. მაგრამ ზოგიერთი საიდუმლო უნდა დარჩეს დამარხული. ამასობაში, გოგიაშვილის სახლში, ოჯახი მუშაობდა საათის წინააღმდეგ, არ იცოდნენ, რომ აპირებდნენ ბევრად უფრო დიდი და საშიში საიდუმლოს გამომჟღავნებას, ვიდრე ოდესმე წარმოედგინათ. უკუთვლა დაწყებული იყო და ყველას ბედი ეკიდა ბეწვზე, შემდეგი დღეები გოგიაშვილის სახლში იყო ცხელი აქტივობის ქარიშხალი. ოჯახი დაუღალავად მუშაობდა, გადააქცია დავითის გეგმა რეალობად. ნინო ატარებდა საათებს სტუდიაში, სუბტილურად ცვლიდა თავის ნახატებს, რათა ჩაერთო დაფარული შეტყობინებები, რომლებიც გაამჟღავნებდნენ ლევანის კორუფციის ქსელს. გიორგი იყენებდა თავის კონტაქტებს ბიზნესის სამყაროში გამოფენის ორგანიზებისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ სწორი ადამიანები იქნებოდნენ იქ. თამარი უძღვებოდა ლოგისტიკას, გარდაქმნიდა სახლს იმპროვიზებულ, მაგრამ ელეგანტურ ხელოვნების გალერეად. დავითი თავის მხრივ მუშაობდა ჩრდილში, უკავშირდებოდა ძველ მოკავშირეებს და ამზადებდა ნიადაგს ლევანის წინააღმდეგ დიდი დარტყმისთვის. მისი გამოცდილება და ცოდნა ხელოვნების ქვესამყაროში აღმოჩნდა შეუფასებელი. გამოფენის წინა ღამეს ოჯახი შეიკრიბა სტუდიაში გეგმის საბოლოო გადახედვისთვის. გახსოვდეთ, თქვა დავითმა, მისი ხმა დატვირთული დაძაბულობით, თითოეული ნახატი ყვება ისტორიის ნაწილს. საკვანძო სტუმრებმა ეცოდინებათ, რას ეძებონ, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ლევანი არაფერს იეჩვევს, სანამ ძალიან გვიან არ იქნება. ნინომ თავი დაუქნია, მისი დაღლილი, მაგრამ გადაწყვეტილი თვალებით. ჩავრთე დეტალები, რომლებიც მომეცი, დავით. სახელები, თარიღები, ადგილები. ყველაფერი იქ არის, დამალული ხილული თვალისგან. გიორგიმ გადახედა სტუმრების სიას. გვაქვს დადასტურება ყველა კონტაქტისგან, რომლებიც შემოგთავაზე მამა. ჟურნალისტები, ხელოვნების კრიტიკოსები, რამდენიმე პოლიტიკოსიც კი, რომლებიც მზად არიან ლევანის წინააღმდეგ წასასვლელად, თუ ექნებათ საჭირო მტკიცებულებები. და მე დავაკოორდინირე უსაფრთხოების გუნდთან დაამატა თამარმა. იციან ზუსტად რა გააკეთონ და როდის იმოქმედონ. დავითმა შეხედა თავის ოჯახს სიამაყისა და შეშფოთების ნაზავით. შესანიშნავი სამუშაო გააკეთეთ. მაგრამ გახსოვდეთ, ლევანი საშიში და ცბიერია. არ შეგვიძლია მისი შესაძლებლობების შეუფასებლობა. როდესაც ოჯახი აგრძელებდა დეტალების დასრულებას, ვერ ხვდებოდნენ, რომ ლევან მიქელაძეც ემზადებოდა გამოფენისთვის, საკუთარი გეგმებით, რომლებიც ემუქრებოდნენ ყველაფრის ჩაშლას, რაზეც ისინი მუშაობდნენ. თავის ფეშენებელურ პენტჰაუსში ლევანი ისწორებდა ჰალსტუხს სარკის წინ, მისი სახე სიმშვიდის ნიღაბი, რომელიც მალავდა შინაგან ქარიშხალს. მისმა ტელეფონმა დარეკა და უპასუხა, თვალს არ აშორებდა თავის ანარეკლს. ყველაფერი მზადაა? კითხა. დიახ, ბატონო, უპასუხა ხმამ ხაზის მეორე მხარეს. გუნდი პოზიციაშია. თქვენს ნიშანზე გავაგრძელებთ გეგმა ფთი. შესანიშნავია, თქვა ლევანმა, ცივი ღიმილი ფორმირდებოდა მის ტუჩებზე. გახსოვდეს, მხოლოდ თუ აბსოლუტურად აუცილებელია. მირჩევნია გადავწყვიტო ეს. ცივილიზებულად. ჩამოკიდა ტელეფონი და აიღო კონვერტი თავისი მაგიდიდან. შიგნით იყო ძველი ფოტო, იგივე, რომელსაც უყურებდა დღეების წინ. დააკვირდა მომენტით, სანამ ჩაიდებდა შიდა ჯიბეში. ამაღამ ჩაიბუტბუტა თავისთვის, ყველაფერი დასრულდება. გამოფენის ღამე დადგა, მოიტანა ელექტრული დაძაბულობა, რომელიც თითქოს ჰაერს ტვირთავდა. გოგიაშვილის სახლი ბრწყინავდა სტრატეგიულად განთავსებული განათებების ქვეშ, გადაქცეული მსოფლიო კლასის ხელოვნების გალერეად. სტუმრები დაიწყეს მოსვლა, ფრთხილად შერჩეული ნაზავი ხელოვნების სამყაროს ელიტის, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და გავლენიანი ფიგურებისა. გიორგი, ჩაცმული ელეგანტური შავი კოსტიუმით, იღებდა სტუმრებს შესასვლელში.
მისი მომხიბვლელი ღიმილი მალავდა ნერვიულობას, რომელსაც შიგნით გრძნობდა. ყოველ ჯერზე, როცა კარი იღებოდა, მისი გული ყვამლდებოდა, ელოდა ლევანის ჩამოსვლას. თავარ სალონში ნინო მოძრაობდა სტუმრებს შორის გრაციით, რომელიც მიანიშნებდა წლების პრაქტიკაზე. ჩაცმული გრძელი ღვინისფერი კაბით ჩერდებოდა თითოეული ნახატის წინ, იძლეოდა ახსნას და სუბტილურად მიმართავდა მაყურებელთა ყურადღებას კრიტიკული დეტალებისკენ. თამარი ელეგანტური ღამის ლურჯი პანტალონის კოსტიუმით ზედამხედველობდა კეიტერინგს და რწმუნდებოდა, რომ ყველაფერი უპრობლემოდ მუშაობდა. მისი თვალები მუდმივად სკანირებდნენ დარბაზს, ფხიზლად ნებისმიერი პრობლემის ნიშნისთვის. დავითი რჩებოდა უკანა პლანზე, აკვირდებოდა ყველაფერს სტრატეგიული კუთხიდან. ატარებდა ნაცრისფერ კოსტიუმს, რაც მას კიდევ ერთი სტუმრის მსგავსად აჩენდა, მაგრამ მისი მახვილი თვალები არ კარგავდნენ არც ერთ დეტალს. საბოლოოდ, კარი გაიღო და ლევან მიქელაძემ შემოაბიჯა. საუბრების ჩურჩული შემცირდა წამით, როცა ყველა მზერა მისკენ მიმართულდა. ლევანი უზადოდ ჩაცმული და თავდაჯერებული ღიმილით მიესალმა გიორგის ხელის ჩამორთმევით. გიორგი, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, თქვა ლევანმა, მისი ხმარბილი როგორც აბრეშუმი. რა შთამბეჭდავი გამოფენა მოგიწყვია. მოუთმენლად ველი შენი. დასაცავი პირის ნამუშევრების ნახვას. გიორგიმ შეინარჩუნა სიმშვიდე, დაუბრუნა ღიმილი. ლევან, მოგესალმები. გთხოვ, ის სიამოვნე გამოფენით. დარწმუნებული ვარ, ნახატებს იპოვი. გამომაფხიზლებელს. როცა ლევანი შევიდა გალერეაში, გიორგიმ გაცვალა მნიშვნელოვანი მზერა თამართან. თამაში დაწყებულიყო. ლევანი მოძრაობდა დარბაზში მტაცებლის თავდაჯერებულობით, მისი მზერა აფასებდა თითოეულ ნახატს კრიტიკული თვალით. როცა მიაღწია ნინოს პირველ ნამუშევარს, მისი გამომეტყველება სუბტილურად შეიცვალა. ცნობა, გაოცება და შემდეგ რაღაც უფრო ბნელის ნაპერწკალი გადაკვეთა მის სახეზე. ნინო მიუახლოვდა, მისი გული ძლიერად ფეთქავდა, მაგრამ ხმა მტკიცე. ლევან, რა სიურპრიზია შენი აქ ნახვა. ლევანი შემობრუნდა მისკენ, ღიმილით, რომელიც თვალებამდე არ აღწევდა. ნინო, ძვირფასო. წლებს კარგად მოუპყრია შენთვის. ვხედავ, რომ არ დაგიკარგავს შენი ხელწერა. ზოგიერთი რამ უმჯობესდება დროთა განმავლობაში, უპასუხა ნინომ, გაუძლო მის მზერას. როცა დაძაბულობა ნინოსა და ლევანს შორის იზრდებოდა, საკვანძო სტუმრები იწყებდნენ დაფარული დეტალების შემჩნევას ნახატებში. ჟურნალისტი იკრავდა წარბს ლანდშაფტის ნახატში დამალული თარიღის გამო. ხელოვნების კრიტიკოსი ბუტბუტებდა თავისთვის, ცნობდა კოდირებულ სახელებს პორტრეტის შტრიხებში. პოლიტიკოსი ფერმკრთალდებოდა, როცა ხედავდა სცენას, რომელიც თითქოს ასახავდა საიდუმლო შეხვედრას, რომელიც ეგონა, რომ დავიწყებული იყო. დავითი აკვირდებოდა ამას ყველაფერს კმაყოფილებით, იცოდა, რომ თავსატეხის ნაწილები იწყებდა ჩაჯდომას. მაგრამ მისი შვება მოკლევადიანი იყო. უცებ შუქები ციმციმდა და სრულიად გამოირთო, გალერეა ჩაიძირა სიბნელეში. გაოცებისა და დაბნეულობის ყვირილები აავსო ჰაერი. როცა შუქები ისევ აინთო წამების შემდეგ ორი რამ ნათელი გახდა, ლევან მიქელაძე გამქრალიყო და გამოფენის ცენტრალური ნახატი, ნინოს შედევრი, რომელიც შეიცავდა ყველაზე დამაინკრიმინირებელ მტკიცებულებას კორუფციის ქსელის წინააღმდეგ, აღარ იყო თავის ადგილზე. ქაოსი გაიშალა გალერეაში. გიორგი და თამარი გაიქცნენ იმ ადგილისკენ, სადაც ნახატი იყო, მაშინ როცა დავითი სწრაფად გაიმართა გასასვლელისკენ, ეჩვობდა, რომ ლევანი ცდილობდა გაქცევას. ნინო, თუმცა გაშეშდა დარბაზის შუაში, მისი თვალები მიშტერებული სივრცეს, სადაც ადრე მისი ნამუშევარი იყო. მაგრამ არა ნახატის დაკარგვა იყო, რამაც დატოვა ის შოკში. მის ადგილზე კედელზე მიმაგრებული იყო ძველი ფოტოგრაფია. იგივე ფოტო, რომელსაც ლევანი უყურებდა ადრე. კანკალა ხელებით, ნინომ აიღო ფოტო. მასზე 4 ფიგურა იღიმებოდა კამერისკენ, თვითონ უფრო ახალგაზრდა, დავითი ბედნიერების ბრწყინვალე თვალებში, ლევანი ჯერ კიდევ მკაცრი გამომეტყველების გარეშე, რომელიც ახლა ახასიათებდა, და მეოთხე პირი, რომლის სახეც დამწვარი იყო. მაგრამ ნინოს არ სჭირდებოდა სახის დანახვა, რომ სცოდნოდა ვინ იყო. მოგონებები, რომლებიც დამარხული ჰქონდა ამდენი ხანი, ამოიჭრა ძალით, ემუქრებოდა მის დახრჩობას. არ შეიძლება, ჩაიბუტბუტა, წრემლები ფორმირდებოდა მის თვალებში. გიორგი დაბრუნდა მის გვერდით, მძიმედ სუნთქავდა. დედა, ლევანი გაიქცა ნახატით. უნდა. შეჩერდა, როცა დაინახა გამომეტყველება ნინოს სახეზე. რა ხდება? რა არის ეს? ნინომ შეხედა თავის შვილს, შემდეგ ფოტოს და ბოლოს კარისკენ, საიდანაც დავითი გავიდა ლევანის დასადევნებლად. გიორგი, თქვა, მისი ხმა ძლივს ჩურჩული არის რაღაც, რაც უნდა იცოდე.
რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის. ამასობაში, თბილისის ქუჩებში დავითი მისდევდა ლევანის ფიგურას, რომელიც მოძრაობდა გასაოცარი სიმარჯვით მისი ასაკისთვის. მოპარული ნახატი დაცული იყო მის მკლავს ქვეშ. ლევან, დაიყვირა დავითმა. გაჩერდი. დასრულდა. ლევანი მოტრიალდა სირბილის გაუჩერებლად. არასდროს დასრულდება დავით. არა, სანამ სიმართლე გამომჟღავნდება. სრული სიმართლე. შეუხვიეს კუთხეში და ლევანი წაიბორძიკა და ეცა მიწაზე. ნახატი გასრიალდა მისგან შორს. დავითმა დაეწია, მძიმედ სუნთქავდა. დასრულდა, ლევან, თქვა დავითმა დაიხარა ნახატის ასაღებად. გადაიხდი ყველაფრისთვის, რაც გააკეთე. ლევანმა გაიცინა, წარე და დაღლილი ხმა. ოჰ, დავით! ყოველთვის ასეთი კეთილშობილი, ასეთი ბრმა. ნამდვილად გჯერა, რომ იცი მთელი ისტორია. სანამ დავითი უპასუხებდა, სირენების ხმა მაავსო ჰაერი. პოლიციის განათებებმა გაანათეს ქუჩა. ლევანმა შეხედა დავითს, მწუხარე ღიმილით სახეზე. როგორც ჩანს, ჩვენი დრო ამოიწურა, ძველო მეგობარო. მაგრამ გახსოვდეს, სიმართლე ყოველთვის ამოტივტივდება. თუნდაც ის ნაწილები, რომლებიც გირჩევნია სიბნელეში დარჩეს. როდესაც პოლიცია უახლოვდებოდა, დავითი ვერ იშორებდა გრძნობას, რომ მიუხედავად ნახატის დაბრუნებისა და ლევანის დაპატიმრების ზღვარზე ყოფნისა, რაღაც დიდი და უფრო საშიში იყო გამოსამჟღავნებელი. საიდუმლო, რომელიც დამარხული დარჩა 10 წლეულების განმავლობაში და ემუქრებოდა ყველაფრის განადგურებას, რაც მათ ააშენეს. სახლში დაბრუნებულნი, ნინო ემზადებოდა გაემჟღავნებინა სიმართლე, რომელიც შეცვლიდა მათი ცხოვრების კურსს სამუდამოდ. ღამე, რომელიც დაიწყო როგორც ხაფანგი ლევანისთვის, გადაიქცა პანდორას ყუთად საიდუმლოებებისა და გამჟღავნებებისა. გოგიაშვილი ჯავახიშვილის ოჯახის ბედი ეკიდა ბეწვზე და წლების წინ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები აპირებდნენ ყველას დაწევას. გოგიაშვილის სახლი, რომელიც საათების წინ იყო ელეგანტური ხელოვნების გამოფენის სცენა, ახლა ჩაძირული იყო დაძაბულ სიჩუმეში. სტუმრები წასულიყვნენ, დატოვეს ნახევრად სავსე შამპანურის ჩიქების კვალი და გაოცების ჩურჩული ღამის მოვლენების შესახებ. სტუდიაში გიორგი, თამარი და ნინო ისხდნენ, ელოდნენ დავითის დაბრუნებას. მოპარული ნახატი იდო მაგიდაზე, დაბრუნებული, მაგრამ მაინც დატვირთული საიდუმლოებებით. ნინო იჭერდა ძველ ფოტოს კანკალა ხელებით, მისი მზერა დაკარგული იყო მოგონებებში, რომლებიც დამარხული ჰქონდა 10 წლეულების განმავლობაში. შემოსასვლელი კარის გაღების ხმამ შეაქრთო ყველა. დავითი შემოვიდა სტუდიაში, მისი სახე იყო ნაზავი ტრიუმფისა და შეშფოთების. ლევანი პატიმრობაშია, გამოაცხადა. პოლიცია ახლა კითხავს მას. კოლექტიური შვების ამოსუნთქვა მაავსო ოთახი, მაგრამ ხანმოკლე იყო. დაძაბულობა ჰაერში თითქმის ხელშესახები იყო და ყველა მიცოდა, რომ ჯერ კიდევ სიმართლე იყო გამოსამჟღავნებელი. გიორგი იყო პირველი, ვინც დაარღვია სიჩუმე. დედა, თქვა მისი ხმარბილი, მაგრამ მტკიცე, თქვი რომ იყო რაღაც, რაც უნდა გვცოდნოდა. რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის. ნინომ ნელა თავი დაუქნია, მისი თვალები შეხვდა დავითის. ჩუმი კომუნიკაცია გაიარა მათ შორის, წლების გაზიარებული საიდუმლოები აირეკლა მათ მზერაში. დროა, თქვა დავითმა რბილად. 30 წელი გავიდა. დროა სიმართლე გამოაშკარავდეს. ნინომ ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო თავისი ამბავი. ყველაფერი დაიწყო 3 წლეულის წინ, როცა ვიყავით ახალგაზრდები და ამბიციურები. დავითი, ლევანი, მე და ნიკოლოზი. ამ სახელის ხსენებაზე ნინომ მიუთითა ფიგურაზე დამწვარი სახით ფოტოზე. ნიკოლოზი იყო მეოთხე წევრი ჩვენი ჯგუფის. ბრწყინვალე მხატვარი, ისევე როგორც ჩვენ, მაგრამ ხედვით, რომელიც სდებოდა კონვენციურ ხელოვნებას. ის იყო, ვისაც ჰქონდა იდეა გამოგვეყენებინა ჩვენი ნიჭი უფრო მომგებიანი რამისთვის. დავითმა გააგრძელა ისტორია, ნიკოლოზმა შემოგთავაზა შეგვექმნა სრულყოფილი ასლები ცნობილი ნამუშევრების. არა იმისთვის, რომ გაგვეყიდა როგორც ყალბი, არამედ ჩაგვენაცვლებინა ორიგინალები მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. ეს იყო თამამი გეგმა, საშიში, მაგრამ იმ მომენტში გვეჩვენა ამაღელვებელი. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, თქვა ნინო. ჩვენი ასლები იყო სრულყოფილი, განურჩეველი ორიგინალებისგან. გავხდით მდიდრები და ცნობილები ხელოვნების ქვესამყაროში. მაგრამ შემდეგ მისი ხმა გაწყდა და დავითმა აიღო მისი ხელი, აძლევდა ძალას გაგრძელებისთვის. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ნიკოლოზი არა მხოლოდ ანაცვლებდა ნამუშევრებს.
ის ყიდდა ორიგინალებს უსინდისო მყიდველებზე, კოლექციონერებზე, რომლებიც მზად იყვნენ გადაეხადათ ქონება მოპარული შედევრების ფლობისთვის. გიორგი და თამარი უსმენდნენ შოკში, ცდილობდნენ გაიაზრებინათ ეს გამჟღავნება. როცა ნიკოლოს დაუპირისპირდით, განაგრძო დავითმა რაღაცები კონტროლს გასცდა. იყო ჩხუბი და შუა არეულობაში. მე მოუკალი ის, შეაწყვეტინა ნინო, წრემლები ჩამოსდიოდა ლოხებზე, ეს იყო შემთხვევა, მაგრამ ჩემი ხელები. ჩემი ხელები შეღებილი იყო მისი სისხლით. სიჩუმე, რომელიც მოჰყვა, ყრუ იყო. გიორგი და თამარი უყურებდნენ თავიანთ მშობლებს, ვერ არიგებდნენ ამ ახალ ინფორმაციას იმ წარმოდგენასთან, რაც ჰქონდათ მათზე. ლევანი იქ იყო, დაამატა დავითმა. დაგვეხმარა, დაგვეფარა მომხდარი. მაგრამ იმ მომენტიდან ყველაფერი შეიცვალა. იმის სიმძიმემ, რაც გავაკეთეთ, დაგვაშორა. აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავით, თქვა ნინომ, უყურებდა გიორგის. შენით. შიში იმისა, რომ სიმართლე გამომჟღავნდებოდა, რომ გაიზრდებოდი იმის ჩრდილქვეშ, რაც გავაკეთეთ. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ დავშორებულიყავით. გოგიაშვილები, განაგრძო დავითმა, იყვნენ ახლო მეგობრები ამ ყველაფრის გარეთ. როცა ვუამბეთ რედაქტირებული ვერსია ისტორიის, შემოგთავაზეს გიორგის აყვანა. ფიქრობდით, რომ ეს იყო საუკეთესო გზა მის დასაცავად. გიორგი ადგა, ვერ შეეძლო ადგილზე ჯდომა. მაგრამ, ლევანი, რატომ მოგვექცა ასე? ლევანმა ვერასდროს გადალახა ის, რაც მოხდა, ახსნა ნინომ. დროთა განმავლობაში, მისი დანაშაულის გრძნობა გადაიქცა შურისძიებაში. დაგვიწყო შანტაჟი, გვემუქრებოდა სიმართლის გამჟღავნებით, თუ არ ვითანამშრომლებდით მის ახალგაყალბების სქემებში. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, დაამატა დავითმა, მისი ხმა დატვირთული სინანულით. რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინეთ კიდევ რაღაც. რაღაც, რაც ლევანმაც იცოდა და იყენებდა როგორც უკანასკნელ კარტს. ნინომ შეხედა თამარს მისი თვალების სავსე სიყვარულით შერეული ტკივილით. თამარ, ძვირფასო. ნიკოლოზი იყო შენი ბიოლოგიური მამა. თამარის უმთქვას შეეშვა, მისი თვალები ფართოდ გაიხსნა. და. მაგრამ. როგორ? მე და ნიკოლოს გქონდა მოკლე ურთიერთობა, სანამ ყველაფერი გართულდებოდა, ახსნა ნინო. როცა აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავით, ცოტა ხნის შემდეგ. მისი სიკვდილის შემდეგ არ ვიცოდი რა მექნა. გადავწყვიტე გამეზარდა როგორც ჩემი ქალიშვილი, სიმართლის გამჟღავნების გარეშე შენი მამის შესახებ. სიჩუმე, რომელიც მოჰყვა, მძიმე იყო, დატვირთული შეკავებული ემოციებითა და ახლად გამჟღავნებული სიმართლეებით. გიორგი და თამარი უყურებდნენ ერთმანეთს, გაერთიანებულნი არა სისხლით, არამედ გაზიარებული ისტორიით საიდუმლოებებისა და მსხვერპლებისა. უცებ სირენების ხმა მაავსო ჰაერი. პოლიციის განათებებმა გაანათეს სახლის ფანჯრები. დავითი გაიხედა, სახე გაუფითრდა. ეს პოლიცია. და. ლევანი მათთან ერთადაა. მომენტების შემდეგ სტუდიის კარი მკვეთრად გაიღო. ლევანი შემოვიდა, თან ახლდა ორი პოლიციელი. მისი სახე აჩვენებდა ნაზავს ტრიუმფისა და შეგუების. აჰ, ოჯახი შეკრებილი, თქვა მისი ხმა დატვირთული სარკაზმით. რა ამაღელვებელი. გამომძიებელი წინ გადმოვიდა. ბატონო გოგიაშვილი, ქალბატონო ბერიძე, ბატონო ჯავახიშვილი. ყველანი დაპატიმრებული ხართ შეთქმულების, ხელოვნების გაყალბებისა და მკვლელობის საქმეში მართლმსაჯულების ხელის შეშლის ბრალდებით. როდესაც ოფიცრები კითხულობდნენ მათ უფლებებს, ლევანი მიუახლოვდა ნინოს. ვწუხვარ, ძვირფასო, თქვა ჩუმად. მაგრამ თუ მე ვეცემი, ყველანი ვეცემით. დროა სიმართლე გამომჟღავნდეს. მთელი სიმართლე. გიორგი და თამარი უმწეოდ უყურებდნენ, როგორ ბორკილდებოდნენ მათი მშობლები. ყველაფერი, რისთვისაც ებრძოლათ, ყველაფერი, რაც ააშენეს, ჩანდა, რომ ინგრეოდა მათ თვალწინ. მაგრამ შემდეგ ქაოსის შუაგულში გიორგიმ შეამჩნია რაღაც. ბრწყინვა დავითის თვალებში თითქმის შეუმჩნეველი სიგნალი მასსა და ნინოს შორის. და მიხვდა, ესეც გეგმის ნაწილი იყო. როცა გაჰყავდათ სახლიდან, გიორგი მიუახლოვდა თამარს და ჩასჩურჩულა, მენდე. ეს ჯერ არ დასრულებულა. დღეებში, რომლებიც მოჰყვა, თბილისი შეძრა სკანდალმა, რომელმაც დაიკავა ყველა გაზეთის პირველი გვერდები. სიმართლე ხელოვნების გაყალბების ქსელის, კორუმპირებული პოლიტიკოსებისა და ნიკოლოზის მკვლელობის შესახებ გამომჟღავნდა. მაგრამ ყოველი გამჟღავნების დროს ჩნდებოდა ახალი კითხვები. საზოგადოებრივი აზრი გაყოფილი იყო.
ზოგიერთი ხედავდა ნინოს, დავითს და ლევანს როგორც დამნაშავეებს, რომლებიც იმსახურებდნენ დასჯას. სხვები მიიჩნევდნენ მათ შეუძლებელი გარემოებების მსხვერპლებად, მხატვრებად, რომლებიც აცდნენ გზას, მაგრამ საბოლოოდ ცდილობდნენ სწორის გაკეთებას. ამასობაში გიორგი და თამარი დაუღალავად მუშაობდნენ კულისებს მიღმა. იყენებდნენ კავშირებს, რომლებიც დაამყარეს გამოფენის დროს, დაფარულ შეტყობინებებს ნახატებში და მტკიცებულებას, რომელიც დავითმა შეაგროვა წლების განმავლობაში, დაიწყეს მხარდაჭერის ქსელის ქსოვა. სასამართლო გადაიქცა მედიის ცირკად. მაგრამ ყოველი ჩვენებით, ყოველი წარდგენილი მტკიცებულებით, ნამდვილი ამბავი იწყებდა გამოჩენას. ეს არ იყო ამბავი შავისა და თეთრის, კარგისა და ცუდის, არამედ რთული ნაჭერი ნაცრისფერის, რთული გადაწყვეტილებებისა და გაუთვალისწინებელი შედეგების. საბოლოოდ, კვირების ჩვენებებისა და განხილვების შემდეგ, მოვიდა ვერდიქტი. ნინო, დავითი და ლევანი ცნობილი იქნენ დამნაშავედ ხელოვნების გაყალბებაში, მაგრამ შემამსუბუქებელი გარემოებებისა და მათი თანამშრომლობის გამო უფრო ფართო კორუფციის ქსელის დასაშლელად მიიღეს შემცირებული სასჯელები. მოსამართლემ თავის საბოლოო განცხადებაში თქვა, ეს საქმე გვახსენებს, რომ ხელოვნება, ისევე როგორც ცხოვრება, არ არის მარტივი. ის ასახავს ჩვენს უდიდეს მისწრაფებებს და ჩვენს ღრმა შეცდომებს. ნამდვილი შედევრი არის ის, თუ როგორ ვირჩევთ ამ შეცდომების გამოსყიდვას. თვეების შემდეგ პატარა გალერეაში თბილისის გარეუბანში იხსნებოდა ახალი გამოფენა. გამოსყიდვა, სიმართლის ხელოვნება იყო მისი სათაური. გიორგი და თამარი იდგნენ შესასვლელთან, ნერვიული, მაგრამ გადაწყვეტილი. გალერეა სავსე იყო ნინოს, დავითის და თუნდაც ნიკოლოზის რამდენიმე აღდგენილი ნამუშევრით. თითოეული ნახატი ყვებოდა მათი ისტორიის ნაწილს, აღიარებას და თხოვნას პატიებისთვის. სტუმრებს შორის შეიძლებოდა დაგენახათ ნაცნობი სახეები, ჟურნალისტები, რომლებმაც გააშუქეს სასამართლო, პოლიტიკოსები, რომლებიც გამოაშკარავდნენ, მაგრამ ახლა ეძებდნენ გამოსყიდვას და ხელოვნების სამყაროს ფიგურები, რომლებზეც გავლენა მოახდინა ამ არაჩვეულებრივმა ისტორიამ. და იქ, ყველაფრის ცენტრში, იყვნენ ნინო და დავითი. ახლახან გათავისუფლებულნი, ელექტრონული სამაჯურებით კოჭებზე, მაგრამ მაინც თავისუფალნი. მათი სახეები აჩვენებდა მათი გამოცდილებების წონას, მაგრამ ასევე ახალ შუქს, საბოლოოდ გამჟღავნებული სიმართლის, აღარ შენახული საიდუმლოებების შუქს. ლევანიც იქ იყო, ბრბოსგან მოშორებით. მისმა როლმა სრული სიმართლის გამჟღავნებაში მოუპოვა გარკვეული შეწყალება, თუმცა მისი გზა გამოსყიდვისკენ იქნებოდა უფრო გრძელი და მარტოსული. გიორგი მივიდა გალერეის ცენტრში, თამარი მის გვერდით. აიღო ჩიქა და მსუბუქად დაარტყა, მიიპყრო ყველას ყურადღება. მადლობა ყველას მოსვლისთვის, დაიწყო. ეს გამოფენა არ არის მხოლოდ ხელოვნების შესახებ. ეს არის სიმართლის შესახებ, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს. შეცდომების შეხვედრის და მათგან სწავლის შესახებ. ოჯახის შესახებ, მისი ყველა რთული და ლამაზი ფორმით. შეხედა ნინოს და დავითს, შემდეგ თამარს და ბოლოს ნიკოლოზის პორტრეტს, რომელიც თავს დაჰყურებდა გალერეას. ჩვენ ვართ შედეგი მათი არჩევანის, ვინც მოვიდა ჩვენამდე, მაგრამ ასევე ჩვენი საკუთარი გადაწყვეტილებების. ეს არის ჩვენი ისტორია, მისი ყველა ჩრდილითა და სინათლით. და ჩვენ ვართ აქ, ერთად რომ დავწეროთ შემდეგი თავი. როგორც ღამე წინ მიიწევდა, გალერეას უზუნებდა საუბრებით, ციცილით და ზოგჯერ ცრემლებით. ეს იყო სივრცე განკურნებისა, გაგებისა და, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი, იმედის. წყნარ კუთხეში ნინო და დავითი აკვირდებოდნენ გიორგის და თამარის ურთიერთობას სტუმრებთან. მათი შვილები, რომლებიც გაიზარდნენ იმ საიდუმლოების წონის ქვეშ, რომლებიც არ იცოდნენ, ახლა იდგნენ ძლიერები და გაერთიანებულები, უმკლავდებოდნენ მომავალს სიმამაცით. გჯერა, რომ ოდესმე სრულად გვაპატიებენ, კითხა ნინომ ჩუმად. დავითმა აიღო მისი ხელი, გადააჯვარედინა თავისი თითები მისთან. მგონია უკვე გააკეთეს ეს. და შესაძლოა, დროთა განმავლობაში ვისწავლით საკუთარი თავის პატიებასაც. როდესაც ღამე მიუახლოვდა დასასრულს და ბოლოს სტუმრები მიდიოდნენ, ოჯახი შეიკრიბა ნიკოლოზის პორტრეტის წინ. ეს იყო დასასრულის მომენტი, წარსულის აღიარება, რომელიც ვერ შეცვლიდნენ, მაგრამ რომლისგანაც შეეძლოთ ესწავლათ. გიორგიმ მიმოიხედა ამ არატრადიციულ ოჯახზე, გაერთიანებული ხელოვნებით, საიდუმლოებებით და, საბოლოოდ, სიმართლით. იცით რა, თქვა ღიმილით, მგონია ეს შეიძლება იყოს ჩვენი შედევრი. და ასე გალერეის რბილი განათების ქვეშ, გარშემორტყმული ხელოვნებით, რომელიც ყვებოდა მათ ისტორიას, გოგიაშვილი ჯავახიშვილი ბერიძის ოჯახი ემზადებოდა ახალი ტილოს დასახატად. ტილო სავსე მეორე შანსებით, ხელახლა აღმოჩენილი სიყვარულით და პირობით მომავლისას, სადაც სიმართლე, რამდენად რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის იპოვიდა თავის ადგილს მათი ცხოვრების ტილოზე.